ამ ადამიანს თანხა რო არ ქონდა, იმიტომ აიღო ეს ესხი. 2-ჯერ და 3-ჯერ და 4-ჯერ მეტის გადახდა გიწევს რიგ შემთხვევებში. რატოა საქართველოში უფრო დიდი პროცენტი ვიდრე ევროპაში მაგალითად. მახშეების ინსტიტუტი ასე ვთქვათ. ანუ არ უნდა არსებობდეს, მარტო ცუდი მოაქვს ხალხისთვის. ქორწინების ხელშეკრულებები თუ არის უკვე მოდაში საქართველოში, ნაჩუქარი იქონება იყოფა? თავშივე დაზარალებულია ეს პიროვნება, განწირულია თუ თავიდანვე პროფესიონალი ადვოკატი არ დგას მის გვერდით. ურთიერთობები იძაბება, დედმამიშვილები ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან, ურთიერთობები აღარ აქვთ ერთმანეთთან, იმიტომ რომ რაღაცა სწორად ვერ განაწილდა. მოიგებს თუ არა მარტივად ამ ტენდერს, თუ მის შემოთავაზება საუკეთესოა. ხელის ჩამორთმევა არის ნიშნავს თუ არა, რომ ხელშეკრულება დადებულია. ყველაფერი იყოფა 50-50%-ზე, თანაბრად, მხარეები დავაში ბავშვს იყენებენ. მოგესალმებით, მიგახლავართ ადვოკატი ჯაბა კოჭლამაზაშვილი და ეს არის ჩემი საავტორო პოდკასტი ადვოკატის კითხვები. როგორც მოგეხსენებათ, მე ძირითადად სისხლის სამართლის მიმართულებით ვიწვევ ხოლმე სტუმრებს, როგორც წესი სისხლის სამართლის ადვოკატები არიან, თუმცა დღეს გადავწყვიტე, რომ სამოქალაქო ადმინისტრაციული სპეციალისტებიც მომეწვია. ამაში კი მე დღეს დამეხმარებიან ჩემი მეგობრები, სამოქალაქო ადმინისტრაციული სპეციალისტები, ადვოკატები, ბეჟან ნემსაძე და გიორგი ჩერქეზია, რომლებიც გახლავთ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის Blexi Law Group-ის დამფუძნებლები, რომლებთან ერთადაც მე დღეს განვიხილავ ყველაზე აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს, დაწყებული მევახშეებით, გაგრძელებული ხელშეკრულებების დადების სპეციფიკით და დამთავრებული, არ ვიცი, უცხოელების უფლებებით. აქედან გამომდინარე, დარჩით ჩვენთან ერთად, ეს საინტერესო იქნება. უღრმესი მადლობა მეგობრებო მობრძანებისთვის. მიხარია დღეს ჩემი სტუმრები რო ხართ. ძირითადად სისხლის სამართლის თემებზე ვწერ ხოლმე პოდკასტს, მაგრამ გადავწყვიტე, რომ სამოქალაქო ადმინისტრაციული საკითხებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი პრობლემური საკითხია და ამ ყველაფერზე მინდა რომ თქვენთან ერთად დღეს განვიხილო ეს ყველაფერი. პირველი რაც მახსენდება სამოქალაქო ადმინისტრაციულზე, როდესაც ვსაუბრობთ, ეს არის მევახშეების საკითხი, პრობლემები, რომლებსაც ადამიანები აწყდებიან, მაგალითად ბინის შეძენის დროს, სესხის აღების დროს, რაღაც კონტრაქტებზე ხელის მოწერისას და ასე შემდეგ. აი ეს თემები რო ჩავშალოთ, რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები და რა უნდა გააკეთონ, რომ ეს შეცდომები არ დაუშვან. ბეჟან, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, წარმატებები შენს პოდკასტს. ყველაზე მნიშვნელოვანი ძალიან საინტერესო თემას შეეხე, ის გახლავს, რომ მევახშეობა არის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის სამწუხაროდ იმდაგვარი მოცემულობა, რომელიც დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოებაში და მნიშვნელოვანი თემა გახლავს იმ მხრივ, რომ ძალიან საპრობლემო საკითხი არის როგორც სამართლებრივად, ასევე სოციალურ თვალსაზრისით. ხშირ შემთხვევაში იმდაგვარი სიტუაციები ხდება ხოლმე, რომ ჩვენი კანონმდებლობა მართალია აძლევს მხარეებს შესაძლებლობას, რომ გაფორმდეს სესხის ხელშეკრულება, მაგრამ რეგულირებული სფერო არ გახლავთ კერძო მევახშეობის ნაწილში. რაც შეეხება ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილში, მას ყავს მარეგულირებელი საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც ახორციელებს სამარეგულირო საქმიანობას მათ მიმართ და შედარებით დარეგულირებული არის ეს სფერო, მაგრამ კერძო მევახშეობა ამ მხრივ ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაში გახლავთ, ამიტომ ამასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობაში 2018 წელს განხორციელდა რიგი ცვლილებები. კერძოდ ეს ცვლილება შეეხო იმ ნაწილს, რომ ფიზიკური პირისგან, კერძო მევახშისგან ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა და სურვილი, რომ აეღო სესხი, უკვე აღარ ხდებოდა სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფა იპოთეკით და იპოთეკით აღარ იტვირთებოდა ის ქონება, რასთან დაკავშირებითაც მას სურდა თქვათ რაიმე სესხის აღება და აქედან გამომდინარე იმდაგვარი მოცემულობა გაჩნდა, რომ აკრძალა კანონმა სამოქალაქო კოდექსმა კონკრეტული მუხლით აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელება და შესაბამისად ისე მოხდა, რომ
ამასთან დაკავშირებით ესე ჩანაწერი გაჩნდა, მაგრამ ამის შემდგომ ისე გამვითარდა მოვლენები, რომ მაინც მათ ამ კერძო მიმართულების მევახშეებმა შეძლეს და იმდეგვარი შავი ხვრელი იპოვეს, რომელმაც მისცა შესაძლებლობა, რომ ეს ცეცხლის ხელშეკრულება და იპოთეკა ჩანაცვლებული იყო ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით. ანუ ბეჟან, რო ახსნათ, კერძო მევახში არის ადამიანი, რომელიც ხალხის აზრით, ანუ ამ ადამიანების აზრით, ბანკზე უკეთეს პირობებს თავაზობს კონკრეტულ დაინტერესებულ ადამიანს, აძლევს თანხას, სესხს აძლევს და ამ თანხის უზრუნველყოფის მიზნით როგორც შენ თქვი, ხო? ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით იღებს მისგან ქონებას. ქონებას, დიახ. კი ბატონო, და ეს არ არის აკრძალული კანონმდებლობით. კი ბატონო, არ არის. კი ბატონო. და ნუ ამ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კარგავს ქონებას. ანუ რეალურად უკვე დაკარგულია, ანუ მის მევახშის სახელზე გადმოდის, თუ ფულს დააბრუნებს იმ კონკრეტულ ხელშეკრულებას გათვალისწინებს თუ არა და იტოვებს. კი ბატონო. გასაგებია. და ცდილობს სახელმწიფო ამის დარეგულირებას. ანუ რეალურად აკრძალვას სცადა და ხვრელი იპოვეს თუ როგორ არის? კი ბატონო, თავის დროზე, როდესაც უკვე ძალიან მომრავლებული იყო აღნიშნული კატეგორიის დავები და მოქალაქეები, ემიგრანტები მომართავდნენ, რომ მათ დარღვეული უფლების აღდგენას ითხოვდნენ, სახელმწიფომ სცადა, რომ ეს პრობლემა სესხი და იპოთეკის თემა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილიყო და 2018 წელს ის გადაწყვეტილება მიიღო, რომ კერძო პირისგან შეუძლებელი გახდა, როგორც თქვი, განმეორდები ისევ აღება სესხის და იპოთეკით ქონების ჩადება, მაგრამ ამისი გამოსავალი იპოვეს იმით, რომ ნასყიდობა გამოსყიდვის უფლების ტრანზაქციამ ჩაანაცვლა ეს თემა. ანუ ნასყიდობა გამოსყიდვა ესეთი ტერმინი არსებობს კანონმდებლობაში? ნორმალურია. კი ბატონო, არსებობს ცალსახად და ნასყიდობის ხელშეკრულება ფორმდება და იქ არის დათქმული იმდაგვარი მოცემულობა, რომ კონკრეტულ პირს, მაგალითად ცეცხლებს ეძლევა შესაძლებლობა, რომ რაღაცა ვადაში დაფაროს ის ძირითადი ცეცხლი, რაც აიღო და ამასთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში უხადოს პროცენტი ყოველთვიური იქნება ეს თუ კვარტალური თუ სხვა სახით რაც იქნება შეთანხმებული. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ საქართველოს ბანკებთან მიმართებით უკეთეს პირობებს თავაზობენ, ჩემი მოსაზრებით ამ ნაწილში ესე არ გახლავს, რადგან ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ჩვენთვის როცა მომმართავთ ამ ხრივ დაზარალებულ მოქალაქეებს, ემიგრანტებს, მათი გულის ტკივილი ყოველთვის ის იყო, რომ მათ არ ჰქონდათ შესაბამისი ისტორია საბანკო სფეროში, რომ შეძლებოდათ, რომ აღნიშნული სერვისით ესარგებლოთ ბანკებისგან და თქვათ ბანკი თუ 10-დან 15%-მდე, 17%-მდე შუალედში აძლევს საპროცესო განაკვეთს წლიურს, ხშირ შემთხვევაში კერძო მევახშეების მინიმალური მოთხოვნილება ის ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ვსაუბრობ აღნიშნულზე 2%-დან იწყება და რიგ შემთხვევაში 3-4%-ზე ადის და როდესაც მოქალაქეს ემიგრანტ პიროვნებას არ უფიქსირდება არანაირი შემოსავლები საქართველოში და არა აქვს შესაბამისად ისინი იძულებული ხდებიან რომ ამ 2-3%-ს დათანხმდნენ და შემდეგ საკმაოდ ეს მინიმალური გახლავთ წლიურ ჭრილში გამოდის რომ სახელზე არის მარტივი დარიცხვით 24%-დან 48%-მდე უწევთ სესხზე პროცენტის გადახდა და შესაბამისად არასახარბიელო მდგომარეობაში ვარდებიან, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ისინი აღნიშნავდნენ, რომ სხვა გამოსავალი არ ქონდათ და ყოველთვის ეგონათ ხოლმე, რომ ისეთ სესხს როცა აიღებდნენ, ეს სესხი იქნებოდა იმდაგვარი, რომელსაც ისინი შეძლებდნენ დაებრუნებინათ და ნასყიდობა გამოსყიდვის უფლება მათთვის წარმოუდგენელი იყო და მიუხედავად იმისა, რომ აწერენ ხელს ამის არსი არ ესმით არასოდეს. და არც დაფიქრებულან აღნიშნულზე იმ მომენტში, რადგანაც მათი ფიქრები და დამოკიდებულება სულ სხვა რამისკენ არის მიმართული იმ პერიოდში და როცა ვიკითხებით ხოლმე რატომ გადაწყვიტეთ ესე ისე, ისინი პასუხობენ, რომ სხვა გზა არ ქონდათ იმ მომენტში და ვერ წარმოედგინათ იფიქრეს, რომ ეს იყო სესხი და იპოთეკა ისევ. მაგრამ ისინი ელაპარაკებიან, რომ სამწუხაროდ იმდაგვარი მოცემულობა დგება, რომ პირველივე დღიდან ისინი საკუთრებაზე, თავიანთ მოპოვებულ საკუთრებაზე კარგავენ სამართლებრივ უფლებას, რომ იყვნენ მისი მფლობელიც და მესაკუთრეც. და შესაბამისად, შემდეგ როდესაც ეს თემები პრობლემდება, სამწუხაროდ რიგ შემთხვევებში თუ დროულად არ მოხდება აღნიშნული
თან დაკავშირებით დავის წარმოება შესაძლებელია მესამე პირი გაჩნდეს აღნიშნულ დავაში და кейსში და ის მესამე პირი უკვე როდესაც შეიძლება აღნიშნულ ქონებას კეთილსინდისიერი გახდეს იმ ქონების შემძენის ნაწილში კეთილსინდისიერი შემძენი გახდეს და უკვე რეალური ქონება გასული არის იმ საზღვრებიდან რასაც მესაკუთრეობა ქვია და ეს ადამიანი მიცის ცეცხლა კარგავს ყველანაირ უფლებას რომ ეს ქონება დაიბრუნოს. ყველაზე მნიშვნელოვანი საპრობლემო საკითხები გახლავთ ის რომ რეალურად იმ პერიოდისთვის, როდესაც ეს ხორციელდება ეს ტრანზაქცია მნიშვნელოვანი არის და სასამართლოს უზენაეს სასამართლოს პრაქტიკა ბრძანებს რომ ამ მიმართულებით ძალიან საინტერესოა ის რომ ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება რა იყო. იმიტომ რომ გაცილებით 10 ჯერ და 20 ჯერ ნაკლებ ფასში და მესამედ ფასში და ხშირ ყველაზე ისეთი შემთხვევა არის ხოლმე რომ 40-დან 50%-მდე ყველაზე ნაკლები არის ხოლმე რომ თქვა ეს საბაზრო ღირებულების ესეთ ჯამში ადგენს თავდაპირველი ღირებულების იმ პერიოდში იმ კონკრეტულ კვარტალში. და სხვაობა თქვა ბანკის სესხთან მიმართებით ის არის რომ ანუ აუქციონზე აღარ გადის ეს სახლი. პირდაპირ რჩება მევახშის სახელზე, ხო? პირველივე დღიდან არის. კი, გიორგი, კიდე რა მაინტერესებს, ცი? ანუ აი ეს მევახშეების ინსტიტუტი, ასე ვთქვათ. ანუ არ უნდა არსებობდეს, მარტო ცუდი მოაქვს ხალხისთვის. თუ ანუ აი მევახშე არ აი წარმოვიდგინოთ, ხო? ანუ სულ ეხა აქ არ ყავს, ხო? მევახშე, რომელიც თავს დაიცავს, ხო? და რა ვთქვათ, ასეთი კითხვაც რო დავსვათ რა. აი რაც ბეჟანმა თქვა, ადამიანი ვერ იღებს ბანკში სესხს. ნუ ან არ ესმის, ან არ ვიცი რა. ნუ მოკლედ როგორც წესი ისტორია არ აქვს, ან ცუდი ისტორია აქვს და ვერ იღებს სესხს. მიდის მევახშესთან. მევახშე არავის არ აძალებს, ხო ამას? თავისი პირობები აქვს. კი ბატონო, ვინა ღირს სიტყვაზე 100.000 მას ყიდობა გამოსყიდოს ხელშეკრულებას გაძლევს ხელშეკრულებით გაძლევს $40,000 მეც არა. გინდა არ გინდა, ნუ გინდა, კარგად ბრძანდებოდე, ანუ ეს ინსტიტუტი ყველა ნებისმიერ შემთხვევაში უარყოფითი მოვლენაა? კაი კითხვაა, მადლობა კითხვისთვის. პასუხი ცალსახად არის რომ არა. არ არის ცუდი ინსტიტუტი, არც უცხო არ არის ეს ევროპული ცენტრალური ევროპის ქვეყნებისთვის ეს ინსტიტუტი. თუმცა აი რაც ბეჟანმა აღნიშნა რეგულირების თვალსაზრისით პროცედურა არ არის მაინც და მაინც გამჭირვალე. ეხლა რაც გულისხმობთ ამაში. პიროვნება მაიღო X თანხა სესხის სახით, ხოლო მისი ბინის საბაზრო ღირებულება შესაძლოა ორჯერ ან სამჯერ აღემატებოდეს იმ ღირებულებას რაც ისესხა. ეხლა რა ხდება? ნასყიდობა გამოსყიდვის შემთხვევაში თუ ეს პიროვნება ვერ იხდის და ვერ ფარავს ამ თანხას, აღნიშნეთ რომ ქონება გადადის უკვე საკუთრებაში, ხო? მევახშე იქნება გამსესხებელი თუ რასაც უწოდებთ ამ პიროვნებას. შემდგომ შეიძლება ნახეთ სამოქალაქო ბრუნვა მესაკუთრეს ვერ დააბრკოლებს თავის საკუთრება განკარგოს იმავე დღეს, იმავე წუთს, ერთი თვის მერე თუ ერთი წლის მერე, ხო? ხშირ შემთხვევაში ამ ბინის ბეჟანმა ხაზი გაუსვა კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტსაც. ეგრევე ყიდის. გადადის მესამე პირზე, ეს მესამე პირები კავშირში არიან თუ არ არიან ამ პიროვნებასთან ძალიან რთულია დაადგინოს სასამართლომ. შე შემთხვევაში, როცა პიროვნება ამბობს, რომ იცი რა მე შევიძინე და კეთილსინდისიერი ვიყავი, მისი არაკეთილსინდისიერების მტკიცების ტვირთი უკვე მოსარჩელეზე გადადის, ხო? და მოსარჩელემ უნდა მიუთითოს არა ზოგად ცნობას, ნახე სასამართლო რას ამბობს, რომ კეთილსინდისიერების დადგენისთვის საკმარისი ან არაკეთილსინდისიერება რო ამტკიცოს, საკმარისი არ არის მხოლოდ და მხოლოდ ნებისმიერი ინფორმაცია. ვიღაცამ შეიძლება იცოდეს, რომ სადაოა საკითხი. მაგრამ ეს სადაოობა ან რეესტრში, ან სასამართლოში, ან გარკვეული სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმით უნდა ფიქსირდებოდეს. ამიტომ რთულია კონკრეტული მტკიცებულებაზე მითითება, რომ ის არაკეთილსინდისიერი იყო. და ნახე რა ხდება არამედ არა თუ ერთ კეთილსინდისიერ შემძეზე აქ მთელი ჯაჭვი იქნება ადამიანების, რომლებიც ერთ დღეში, ორ დღეში და სამ დღეში შეიძლება 10-15 ადამიანი მივიღოთ ამ ჯაჭვში, ამ ჯაჭვიდან ერთი რგოლი შეიძლება მართლა არაკეთილსინდისიერი იყოს, მაგრამ
უჭირს ადამიანს ჯერ ამ ხელას ესხი აქვს აღებული დაკარგა ბინა დაკარგა უძრავი ქონება რომლის შეძენასაც წლები დაჭირდა და ცალკე დავარო ძვირია ეს ყველა ვთანხმდებით ხო ამაზე უნდა აიყვანოს შესაბამისი პროფესიონალი ადვოკატი უნდა მიმართოს სასამართლოს ეს დროში გაწელილი პროცესია ექსპერტიზები შეიძლება გახდეს საჭირო აქედან გამომდინარე დაცვის მექანიზმი ისევ თანხებთან მიდის გესმის ამიტომ თანხებთან თუ მივედით პრობლემა თავშივე თანხა იყო ამ ადამიანს თანხა რო არ ქონდა იმიტომ აიღო ეს ესხი თანხა რო ქონოდა საერთოდ არ შევიდოდა ამ ურთიერთობაში მე ვერ დააბრუნა მე ვეღარ იბრუნე დაზარალებულია და თავშივე დაზარალებულია ეს პიროვნება განწირულია თუ თავიდანვე პროფესიონალი ადვოკატი არ დგას მის გვერდით თუ არ წაიკითხა ხელშეკრულება თავიდან ბოლომდე და არ მოარგო და დააზღვია ის რისკები რაზეც დღეს ჩვენ საუბრობთ გიორგი და ეს სასამართლო აბალანსებს ამ სხვაობას თქვენ ორივე მაგნიშნეთ ხო რაღაც 100 მაგალითად 100 ლარიანი ქონების სანაცვლოდ იღებს მაგალითად 40-50 ლარის სესხს დასაბრუნებელი აქვს სიტყვაზე 60 ვერ აბრუნებს და 100 ლარიან ქონებას კარგავს სასამართლო ამას აბალანსებს სადაობა ცხადია რომ არის სახეზე და არ შეიძლება რომ პიროვნება მდიდრდებოდეს იმის ხარჯზე რომ ვიღაცა ხო უცოდინრად მოექცა ამ ურთიერთობას უსაფუძვლოდ გამდიდრდა მაგრამ როგორც წეგან აღნიშნეთ ეს არის დროსთან დაკავშირებული ნახე რა რისკი ახლავს ახლა ამასთან იდავებს მაგრამ ეს უძრავი ქონება მესამე პირზეა გადაფორმებული ვისგანაც ესხი აიღო იმას ქონება არ გააჩნია რა ხდება ხელში გვიჭირავს ცარიელი გადაწყვეტილება და კეთილსინდისიერ შემძენს საფუძვლიანი შეიძლება რომ ჩამოერთვას ეს შეძენილი ქონება ხო აი კეთილსინდისიერ შემძენის უძრავი ქონების ჩამორთმევის საკითხი საკმაოდ პრობლემური თემა არის არა მე არ ვამბობ რომ უნდა ჩამოერთვას მაგრამ რა შემთხვევაში ერთმევა თუ დამტკიცდება რომ მე ვახშესთან იყო კი თუ სასამართლოში დამტკიცდება მტკიცებულებათა ერთობლიობით რომ მისთვის ცნობილი იყო გარიგების პრობლემურობა ურთიერთდაკავშირებული პირები ან ნათესაობა მეგობრობა აკავშირებდათ და რეალურად კეთილსინდისიერი შემძენის წარმოსახვაში და ესეთ პიროვნებაში რეალურად არაკეთილსინდისიერი პიროვნების ესე ვთქვათ ჭრილი გამოიკვეთება და დარწმუნდებით იმაში რომ ეს ადამიანი იყო ფორმალური შემძენი და ვთქვათ ფორმალურად მოხდა გადაფორმება ხელშეკრულებაში საჯაროებში ხელი მოეწერა თანხა დაფიქსირდა ფორმალურად ხელშეკრულებაში რომ ამდენი იქნა გადახდილი მაგრამ ამასთან დაკავშირებით არ არსებობს არანაირი საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი და ამასთან არ არსებობს ვთქვათ სხვა ნებისმიერი იმდაგვარი დოკუმენტი რომელიც დაამტკიცებდა ამ უძრავი ქონების ტრანზაქციის რეალურ შეძენას სხვა შემთხვევაში შეიძლება ისე გამოვიდეს რომ აღნიშნული სახის გარიგებები მინდა რომ მაინც სასამართლოზე რადგანაც იკითხე მაინც რომ გასაგები იყოს ძალიან მარტივად როგორ შეიძლება დაკვალიფიცირდეს რადგან აღნიშნული შემთხვევა ექცევა თვალთმაქცური გარიგებების მიმართებაში საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე სამოქალაქო კოდექსიდან გამომდინარე სახეზე გვაქვს თვალთმაქცური გარიგება როდესაც მაგალითად რეალურად პირს სურდა სესხის ხელშეკრულების გაფორმება და მხარეთა შორის მოხდა ნასყიდობა გამოსყიდვის ხელშეკრულების გაფორმება და გადაიფარა შედეგით ამ აღნიშნული ხელშეკრულებით გადაიფარა სესხის მიზნები და შესაბამისად თუ მხარე დაამტკიცებს და მტკიცების ტვირთი მასზე არის სესხებელზე თუ კი დაამტკიცებს რომ ეს გარიგება მას არ სურდა და ეს იმდაგვარი გარიგება იყო რომელიც როგორც აქამდეც აღნიშნეთ მას აკარგვინებდა თავის ქონებას მიზერულ თანხებში, ვიდრე ის არის რეალური ღირებულება აღნიშნული ქონების, მაშინ ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ჰიპოთეტურად აღნიშნული თემა ბათილად იქნას ცნობილი აღნიშნული ხელშეკრულება და რეალურ მესაკუთრეს დაუბრუნდეს უკან თავის საკუთრება. მაგრამ იმისთვის, რომ ეს მოხდეს, მან აუცილებლად უნდა გადადგას ძალიან სწრაფად იმდაგვარი მსუსხავი ეფექტის სამართალ წარმოება და მიმართოს დარგის სპეციალისტებს და ადვოკატებს, ვინც აღნიშნული მიმართულებით პრაქტიკაში არიან ჩართულები, რათა ესეთმა კეთილსინდისიერმა და სოციალურად
ასეთ გარემოში მყოფმა ადამიანმა უფრო მეტი სტრესი და ფსიქოლოგიური განვითარება არ პოვოს და ვალიდან ვალში და პირამიდაში არ გაიხლართოს და შემდეგ რაიმე ლეტალური შედეგი არ მივიღოთ სახეზე. იო რაღაც თქმა გინდოდა. ერთი საკითხი რაც ასევე კეთილსინდისიერის შემძენის ინსტიტუტი რო ამოვწუროთ ამ ნაწილში არის რეესტრის მიმართ არსებული სისრულის და უტყუარობის პრეზუმფცია, რომელიც სამოქალაქო კოდექსმა დაადგინა და დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი უყურებს შენ პოდკასტს, ბევრი ეცნობა და რო განუმარტოთ ხო, რას ნიშნავს ეს საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფცია. ხო, ბევრი დღეიდანაც შემოუერთდება. რომელმეტად დაინტერესდება ისეთ საინტერესო ხელსხელ თემებს აკეთებ ხოლმე. ნახე რას ნიშნავს ეს ყველაფერი. თუ ამ მონაწერში წერია რომ უძრავი ქონება ეკუთვნის X პიროვნებას, მე როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილე, ამ შემთხვევაში შემძენი, ვინდობი ჩანაწერს, რეესტრის ჩანაწერს. ესე იგი, ანუ ამ შემთხვევაში მევახშეს. იმ წინარე პერიოდს, რამც მევახშემ გაატარა ეს უძრავი ქონება და გადმოდის ან უკვე მესამე რიგის შემძენი ვარ, ცხადია რომ მე წინარე ისტორიის მიმართ ნდობით ვარ, ხო? აღჭურვილი და მით უფრო ამ მომენტისთვის არსებული. მე შეიძლება რა მოხდა ამის უკან, არც მაინტერესებდეს და არც უნდა მაინტერესებდეს. მე ვენდობი ამ მონაწერს. ამიტომ ეს ნდობა უნდა იყოს შედავებული იმდაგვარად სასამართლოში უნდა დამტკიცდეს, რომ მე რეესტრის მიმართ ნდობა კი მქონდა, მაგრამ მე ვიცოდი ისტორია ამ ყველაფრის თაობაზე და ასევე ის რომ სადაოდ იყო გამხდარი აღნიშნული ტრანზაქციები. ამიტომ ხო, ადვილი არ არის და ამ შემთხვევაში აი დაზარალებულებზე ვსაუბრობთ, ხო? მართებს მოიპოვოს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ შემძენმა ზუსტად იცოდა და მაინც გადადგა ეს ნაბიჯი. იცოდა, ეხა ცოდნით ისე კი არა, რომ ვიღაცამ რაღაცა უთხრა. ცოდნა უნდა დასტურდებოდეს იმითი, რომ გაფრთხილებული იყო, რომ ჩანაწერი ხარვეზიანი იყო და მაინც გადადგა ეს ნაბიჯი. ან შედავებული იყო სასამართლოში, სარჩელი იყო შეტანილი და ამის თაობაზე იცოდა, მაინც შეიძინა. იმ პიროვნებამ გააფრთხილა, არ შეიძინო, ვდაობ და მაინც შეიძინა. აი ამ სახის ცოდნებზეა საუბარი. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე სახეზე გვაქვს თქვა ყადაღის ნაწილი უკვე ძალსახად გამორიცხავს იმ დაგვარ მოცემულობას, როდესაც პირს მიეცემა შესაძლებლობა განახორციელოს ტრანზაქცია და შეიძინოს ესე თუ ის ქონება, რადგანაც პრაქტიკის თანახმად ხდება ხოლმე დაყადაღება იმ ნაწილში და გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა არათა ამ ადამიანმა როგორც შეიძლება მარტო გასხვისებას თუ აუგრძალავ, გასხვისების ნაწილში შეიძლება აკრძალული იყოს, მაგრამ ამ ადამიანმა ამ ქონებას კერძო მევახშემ შეიძლება ფასი დაუკარგოს და ამიტომ მნიშვნელოვანი ელემენტია რომ მას იპოთეკაში ჩადების შესაძლებლობაც ჰქონდეს, ესე ვთქვათ, ჩაკეტილი. ბატონო. ერთი დეტალი ბოდიში და გადავიდე სხვა თემაზე. აი შეზღუდვა უკვე სასამართლოში რომ სარჩელი შეიტანება და სასამართლო დაეთანხმება რომ ეს ქონება აღარ უნდა გაიყიდოს. სწრაფად უნდა მოხდეს, სწრაფად უნდა გადაიდგას და სწრაფად მიმართოს ადვოკატს პირმა იმისთვის რომ ეს ჯაჭვი საჯარო რეესტრის ნასყიდობების უსასრულოდ არ გაგრძელდეს. რაღაც მომენტში უნდა ჩაიკეტოს, შეიზღუდოს, სადაოდ გახდეს მანამდე არსებული გარიგებები და ბათილაცნობის შემთხვევაში შეიძლება თავისთავად ისევ დაუბრუნდეს ამ პიროვნებას, ხო? ამიტომ ყველაფერი დამოკიდებული არის დროზე. არ უნდა მიუშვათ პროცესი ისე როგორც თავად ეს პროცესი მიმდინარეობს. უნდა შევზღუდოთ სასამართლოდ. ბატონო. ძალიან კარგი, მგონი საინტერესოდ ავხსენით ეს პრობლემა და საინტერესო იქნება საზოგადოებისთვისაც. თუ რამეა, მოკლედ მე პირადადაც ავხსნით. აი, ბანკებსაც შევეხეთ რა, ხანდახან ისტორია არ აქვს, იმიტომ ვერ იღებს ცესხს, მაგრამ ხანდახან მოდი პირდაპირ ვთქვათ რა, ძალიან დიდი პროცენტია ჩვენ რეალობაში, საქართველოს რეალობაში. საქართველოს რეალობაში. რატოა საქართველოში უფრო დიდი პროცენტი, ვიდრე ევროპაში მაგალითად. აბა ეს რო ამიხსნათ, ანუ რამე ის არის
მოლაპარაკებულები არიან თუ ეს უბრალოდ ასე მოხდა მოთხოვნა მაღალი და შესაბამისად პროდუქტიც ზვირი ღირს თუ რაშია კი ბატონო მოთხოვნა არის მაღალი და მარტივად რო ახსნათ რას ნიშნავს ბანკის მაღალი სესხი ისევ 100-ის ფარგლებში რო ავიღოთ აი მე რო ავიღო 100 ლარის სესხი საბოლოოდ დაახლოებით რამდენის დაბრუნება მიწევს იპოთეკური სესხი კაი კითხვა. კაი კითხვა არის ნამდვილად ჩემი პერსონალური მოსაზრებით და იმ გამოცდილებით რაც ბანკთან მქონია რეალობა ის გახლავს რომ არ არის იმ დაგვარი შესაძლებლობა სამწუხაროდ ბაზარზე რომ ადამიანმა ეს ერთი ხელის მოსმით იმუშაოს წლები და მქონდეს მაღალი შემოსავალი სამწუხარო რეალობა არის და შეძლოს და ეს თანხების აკუმულირება გააკეთოს და მან შეიძინოს ბანკის გარშე რაიმე ნებისმიერი უძრავი ქონება მათ შორის ბინა საცხოვრებელი სახლი და ასე შემდეგ რომელიც მას სჭირდება რეალურად არსებობისთვის რომ მას ჰქონდეს რაღაცა ელემენტარული საცხოვრისი და იცხოვროს მის ოჯახთან ერთად ღირსეულ გარემოში იღებს შესაბამისად სესხს რომელიც სესხიც გამოდის რომ იმ არის იმ მოცემულობის რაც არის თქვათ 10-დან 15%-ამდე მაგრამ ამავდროულად მარეგულირებელს აქვს თქვათ რაღაცა კოტები განსაზღვრული რომ თქვათ როგორც კერძო მევახშის შემთხვევაში არის რომ თქვათ არ არის დარეგულირებული და შესაძლებელია წელიწადში 58% გამოვიდეს ან 30% გამოვიდეს ამ შემთხვევაში რაღაც კონკრეტული ზღვრები არსებობს ხოლმე რომელიც ყურსაც ვერ გაცდება და შესაბამისად ჩემ შემთხვევაში რაც ყოფილა ხოლმე ისტორია მაინც მნიშვნელოვანი არის როგორი გადამხდელი ხარ როგორი შემოსავლები გქონდა და ამის დამიხედვით მიდის პროცენტის კლებაში როდესაც კარგი გადამხდელი იყავი კარგი ისტორია გაქვს შენთან უკვე ფონდება შესაბამისი თუ ქონება სიძენ სესხის ხელშეკრულება და იპოთეკის ხელშეკრულება იმოცემულობით რომ გაძლევენ დაბალ პროცენტში რაც უფრო კარგი ისტორია გაქვს მით უფრო მეტი შანსი გაქვს იმისა რომ თქვათ მივახლოვდე იმ ნიხრს რომელიც დაბალი პროცენტიც არის მოცემული მაგალითად 10%-ს და არა იმ 15%-ს რაც არის კაი თქვათ 100 ლარი ავიღე 10%-ში ეს რას ნიშნავს? რამდენს ვიხდი ყოველთვე დაუშვათ ერთ წელიწადზე, ანუ ორ წელიწადზე გადანაწილდა. აი მარტივი დარიცხვით რო გამოვიდეთ, საშუალოდ მარტივი დარიცხვით ახლა იმიტომ რომ ბანკები ცოტა სხვანაირად ითვლიან ხოლმე მათ ფინანსისტები და ასე შემდეგ ეკონომისტები სხვაგვარი დათვლის მეთოდი არის, მაგრამ მარტივად და გასაგებად უბრალოდ საზოგადოებისთვის რომ იყოს ცნობილი, ამ წლიურ წლში განიხილება 10%, რომელსაც ყოველთვიურად რაღაც თანხას იხდის, ძირს აკლდება და პლუს პროცენტს იხდის და საშუალოდ ვთქვათ 110 ლარი და 2 წელიწადში გამოდის 120 ლარის გადახდა. მაგრამ ნამეტი გამოდის 2 წლის ჯამში 20%, რასაც იხდის. პლუს ამას ემატება ის საკომისიოები, რაც არის აღების საკომისიო, განახდების, ცეცხლის დამტკიცების და ასე შემდეგ. და ეს მოცემულობა უკვე იმ პროდუქტს ზრდის. ანუ ორჯერ მიცარიხდით და ბანკებთან მიმართებით შედარებით არ არის ამდაგვარი მოცემულობა, უფრო კერძო მევახშეებთან მიმართებით გამოდის. მაგრამ 2 წელი რამდენად რელევანტური იქნება შენთვის რომ შეძლო ის დაფარო, ესეც შესაძლებელია და საყურადღებო არის. უფრო დიდ აი კერძო მევახშეების თემა არის უფრო ისეთი, რომ 2ჯერ და 3ჯერ და 4ჯერ მეტის გადახდა გიწევს რიგ შემთხვევებში, იმიტომ რომ წლიური პროცენტი მოქმედებს, როგორც უკვე აღნიშნეთ, 30%-დან ზემოთ. ყოველთვის საბანკო პროდუქტზე მეტად ეხა ისე არ გაიგო საზოგადოება რომ ჩვენ თქვათ ვაპიარებთ რომ თქვათ ბანკს ან კერძო მეოხშესთან მიმართებით რაიმეს, არა ჩვენ უბრალოდ ვაფასებთ რეალურ მოცემულობას რაც გვაქვს და იმ ფარგლებში ვტრიალებთ. ხო და გიო, რატოა უფრო მაღალი პროცენტი ჩვენთან ვიდრე სხვაგან? კაი კითხვა. დაკვირვებით პროცესებზე დაკვირვებით. კითხვა ესმევა ბიზნესს. ანუ ბანკი აკეთებს ბიზნესს. მისთვის პეტრე, პავლე, გიორგი და X პიროვნებები მისთვის არის წყარო ნაკლები თანხით მიიღოს მეტი თანხა. ეხლა რა ხდება აქ? რატო არის სხვა ქვეყანაზე დაკვირვებით იქ უფრო ნაკლები პროცენტი, ჩვენთან უფრო მაღალი? ეს მდგომარეობს რაში და რა მგონია რა ხდება რეალურად. ბაზარი, როდესაც შრომითი საქმიანობის თვალსაზრისით არის დაცული და არის სტაბილური, ბანკს მეტი გარანტია აქვს, რომ მის მიერ გაცემული სესხი აუცილებლად დაუბრუნდება. ეხლა ბანკი როგორ იქცევა? იცის, რომ შესაძლოა კანონმდებლობაში არსებობდეს დასაქმების თვალსაზრისით პრობლემები,
შრომითი უფლებების დაცვის თვალსაზრისით პრობლემები და პიროვნება დღეს შეიძლება ძალიან მაგარ თანამდებობაზე იყოს და კარგად მუშაობდეს და ახერხებდეს გადახდას, თუმცა ხვალ შეიძლება დამსაქმებელმა ისეთ მდგომარეობაში ჩააყენოს დასაქმებული, რომ ეს მდგომარეობა სახეზე აღარ ქონდეს. ვეღარ გადაიხადოს. ეხლა რა ხდება? ბანკი ჭალებში არის მოსწრებაზე, რომ ეს თანხა რაც გაიცა, სასწრაფოდ ამოიღოს. აი ეს ხდება რატომაც არის პროცენტი მაღალი. თუ ჩვენ გვეცოდინება, რომ X პიროვნება ამ თანამდებობაზე მინიმუმ იმ ვადით, რა ვადითაც ცესხია გაცემული, აუცილებლად იმუშავებს და მის მიმართ კანონი არ დაირღვევა და თუ დაირღვევა, ისე აღდგება, რომ არ მოხდება ამ სესხის გადახდის შეფერხება, ცხადია ინტერესი იმისი, რომ პროცენტი მაღალი იყოს, ბანკს არ ექნება. მისთვის დაცულობის გარანტიები არ არის იმ თვალსაზრისით, რომ მარტივად იფარებოდეს სესხები. შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე. აი ეს არის გონია პირდაპირ კავშირში ამ პროცენტის ოდენობა. კი ბატონო. და ხელშეკრულებაში რამე ისეთ ჩანაწერებს აკეთებენ, რასაც მაგალითად სასამართლო ამ ნაწილში ბათილად ცნობს ხოლმე. ანუ არის მიმართული რომ მოატყუონ ადამიანი და ხელი მოაწერენ რაღაც წვრილად ჩაწერილი ისეთ პუნქტებზე. ანუ ეს პრაქტიკა არის სილფაინის 11 სიხე. ეს მაგრამ სამწუხაროდ გამუქებული არ არის. ნუ გაქვს საშუალება რომ გაეცნო. ეს არის წვრილი თუ დიდი შიფტი. ხო, ნუ ეს უფრო ფსიქოლოგიური საკითხია, დროის საკითხია, როდესაც ხელშეკრულება შედგება 40 გვერდისგან, არ მეგულება ვინმე რომ იქ ბანკში იჯდეს და ამ გვერდებს ესე დაწვრილებით ეცნობოდეს და რომც ეცნობოდეს და არ გაგების თვალსაზრისით და რომც არ ეთანხმებოდეს სხვა გზა შეაცვლევინოს ბანკს ის ჩადებული პუნქტი. აი იშვიათი, ალბათ 1000-ში 1. ბეჟან წერან საუბრისას რაც შრომით ურთიერთობებსაც შევეხეთ რა. თუ არ ვწდები სულ ახალი ცვლილება საჯარო მოხელეებს ეხება. რომ მაგალითად საჯარო მოხელეს თუ განთავისუფლებენ სამსახურიდან და იგი შარჩელს შეიტანს სასამართლოში, ამ დავის მოგების შემთხვევაშიც კი მას ან არ აღადგენენ, ან არ არიან ვალდებული რომ აღადგინონ სამსახურში. ეს ანუ რა კომენტარი აქვს ამასთან დაკავშირებით, ანუ კანონმდებლობას რატომ გააკეთა ეს ყველაფერი, რას ამბობენ და რატომ გააკეთა, რატო თუ სასამართლო ამბობს რომ ეს ადამიანი უკანონოდ არის განთავისუფლებული, რა პრობლემაა, რატომ არ უნდა აღვადგინოთ? ბატონო, მადლობა საინტერესო შეკითხვისთვის. ისეთ რეალობა დადგა დღეს, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შევიდა იმდაგვარი ცვლილება, რომელიც ცვლილებითაც უკვე თუ კი პიროვნება მიიჩნევს თავს უკანონოდ გათავისუფლებულად, იგი იმ ადგილზე, სადაც მუშაობდა წლების განმავლობაში და მიაჩნდა ის, რომ სტაბილურად დასაქმებული ადამიანი იყო, ვეღარ ახერხებს იმ ადგილზე აღდგენას, იმ მოცემულობით, რა მოცემულობითაც იგი ასრულებდა თავის მოვალეობებს. და შესაბამისად აქ წარმოიშვა ის პრობლემა და ის კოლიზია ნორმათა მიმართებით, რომ ადრე როდესაც ესეთი შემთხვევა იყო, მაგალითად 2020 წელში, 21 წელში და ადრეულ პერიოდში 22 წელში და მანამდეც იყო ხოლმე იმდაგვარი მოცემულობა, რომ ადამიანები როცა სასამართლოს მიმართავდნენ, ხდებოდა ხოლმე აქაც უსხავი ეფექტის უზრუნველყოფის გამოყენება და ითხოვდნენ ხოლმე იმ ადგილის გაყინვას, რომელ ადგილზეც სამომავლოდ ისინი შეძლებდნენ აღდგენას იმ ადგილზე და თან ანუ ვერ იყვნენ სხვა თანამშრომელს მისაღებად. სხვა გარდა მოვალეობის შემსრულებლისა იმ ადგილზე ვერ ინიშნებოდა სხვა და ეს უკვე განგრძობადი რადგანაც არის. ადაგდებოდა ეგ ადგილი? ესე ვთქვათ, რომ ხარ ჭყალებში უზრუნველყოფის ღონისძიების სახით უნარჩუნდებოდა ეს ადგილი გარდა მოვალეობის შემსრულებლისა. ანუ სახელმწიფო იმ ეტაპზე არ იყო შეზღუდული იმით, რომ ვთქვათ ცალსახად ესეთი უზრუნველყოფის ღონისძიების შემთხვევაში იმ ადგილზე გაცდენილიყო ის ადგილი და თქვათ ხელი შეშლოდა სახელმწიფო სტრუქტურის გამართულად მუშაობას, ამის ალტერნატივა არსებობდა, მაგრამ უბრალოდ იქნება გამომდინარე, რომ
მაშინ შესაძლებლობა იყო რომ აღდგენა თავისი არსით მოიცავდა იმას რომ მხარე შეეძლო ედავა სასამართლოში როგორც აღდგენაზე ასევე იძულებით განაცდურზე და მთელი ეს პერიოდი უკვე აკუმულირდებოდა წლების განმავლობაში საერთო სასამართლოების სამივე ინსტანციაში დავა მოიცავდა და უკვე სახელმწიფო ძალიან დიდ ზარალზე მიდიოდა ესე ვთქვათ რადგანაც იმ შემთხვევაში მხარე იღებდა ასეულობით 1000 განაცდური ექცებოდა. თან განაცდურის აღდგენა უწევდა, თან უკან დაბრუნება და პლუს მოვალეობის შემსრულებისთვისაც, ხელფასი გადახდილი ჰქონდა. გავიგე, მაშინ არ გაუშვა სამსახურიდან ყველა უბრალოდ ადამიანი. კი ბატონო, ეს არის შენი ბრალი. შენ დაარღვე კანონი, როდესაც გაუშვი ადამიანი სამსახურიდან და შესაბამისი კომპენსაცია უნდა გადაიხადო. კი, და ამ პრობლემის აღმოფხვის მიზნით შეცვალეს ეს კანონი. და ნორმალურია ეს მიღებული პრაქტიკაა დასავლურ, ასე ვთქვათ, კანონმდებლობებში. პრაქტიკას ვერ გეტყვი, იმიტომ რომ ყველა ქვეყანას თავისი ინდივიდუალური შრომითი მიდგომა აქვს ამ აღდგენებთან დაკავშირებით, შრომითი სამართლებრივ ურთიერთობებზე. თუმცა აქ ჩვენ არაერთი საქმე გქონია, სადაც აი როგორც აღნიშნე, ბრჭყალებში დაგვიყადაღებია თანამდებობა, მე ეს პიროვნება აღდგენილა და დაბრუნებულა თავისავად იმ თანამდებობაზე, რაზეც სასამართლომ დაადგინა, რომ გათავისუფლება იყო უკანონო. ასევე დაგვიკისრებია განაცდური, კოლოსალური თანხებია, გესმით? დავა გრძელდება 1 და 2 წელი კი არა, 6 წელი გრძელდება დავა. 6 წლის განმავლობაში ეს თანხები ასეულობით 1000-ია. პლუს თანამდებობაზე აღდგენა და ადმინისტრაციული ორგანო ამ წლების განმავლობაში ვერ ახერხებს თანამდებობაზე პირის დანიშვნას. მე გეთანხმები იმაში, რომ მაქსიმალურად მკაცრი უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ სასამართლო, როდესაც უკანონოა გათავისუფლება, მაგრამ ამ შემთხვევაში კანონმდებლობამ მიიჩნია, რომ ის განაცდურის ანაზღაურება, რაც გადაიხდება მას შემდეგ თუ დადგინება უკანონობა, საკმარისია პასუხისგებლობა დავარქვათ პასუხისგებლობისთვის ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან. ეს უკვე დანარჩენი შეფასებისაგანია, რამდენად სამართლიანია, რამდენად ტოლფასია იმისა, რასაც ადამიანი განიცდის, როდესაც სამსახურიდან უკანონოდ ათავისუფლება. და რა იმეთი დააბალანსა, ვთქვათ, რახან თანამდებობაზე ვეღარ აღდგება ეს ადამიანი, გარდა იმისა, რომ განაცდურს აუნაზღაურებს. კიდევ მორალური ზიანს და უკვე იმ ნაწილში ეს უკვე მომავალი პრაქტიკაა ჩვენებს. იქიდან გამომდინარე, რომ სწორად აღნიშნა გიორგიმ, იყო ესეთი მოცემულობა, რომ ხალხი სასამართლოში მიდიოდნენ, აქედან გამომდინარე, თავისთავად, როდესაც ხალხი არის საზოგადოება არის უკმაყოფილო მიდის სასამართლოში, იქაც ბევრი საქმე გროვდება და ფიზიკურად მოსამართლეებსაც არ აქვს შესაძლებლობა, რომ დავები დროულად განიხილონ და ამდენი დავა და ამდენი უკმაყოფილობა რომ არის, ამიტომ იწელება ეს პროცესები და საბოლოოდ იმიტომ აწვებოდა შემდეგ სახელმწიფოს ამხელა განაცდური, რომ ამდაგვარი მოცემულობა იყო და ახალი ფარგლები, რაც კანონმა შეიმუშავა, გამორიცხავს უკვე იმას, რომ თქვათ ის იძულებითი განაცდურის პერიოდი ის დაგროვდეს და უკვე კომპენსაციის ნაწილზე გადავდივართ. კომპენსაცია და მხარე თუ მორალურ კატეგორიაში დაამტკიცებს თუ რამ განაპირობა ის გარემოება, რა სახის მორალური ზიანი მიადგა, ეს უკვე სამომავლო დავის და სამომავლო პერსპექტივის საკითხი არის და იმ კომპენსაცია დაარქვეს, მაგრამ რეალური განაცდური არ ანაზღაურდება? არა, იძულებითი განაცდური აღარ ანაზღაურდება. ანუ უფრო ნაკლები ნაზღაურდება, ანუ კი ბატონო, შეიძლება რაღაცა 3 წელი გაგრძელდა დავა, 3 წლის ხელფასს ვერ მივიღე, ვეღარ ვერა. ეხლა იმ პრაქტიკაზეც გამოვხილოთ ყურადღებას იმ შემთხვევაში, როდესაც თქვათ კონკრეტული თემა მიმდინარეობდა ამ კანონის შეცვლამდეც, როდესაც ესა თუ ის პიროვნება გაშვებული იქნებოდა ამა თუ იმ თანამდებობიდან, შესაბამისად იმ პერიოდში თუ კი არ იქნებოდა გამოყენებული ეგრეთ წოდებული ყადაღის მექანიზმი უზრუნველყოფის ღონისძიება იმ ადგილის დაკადაღებისა და რეალურად აირჩეოდა პიროვნება ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის საშუალებით ან სხვა საშუალებით, იმ ადგილზე აღდგენა ვეღარ ხდებოდა და ძველი პრაქტიკიდან გამომდინარე შეგვიძლია ის ვთქვათ, რომ კომპენსაცია გაიცემოდა ხოლმე და ესეთი კომპენსაცია მაქსიმუმ იყო ხოლმე 1 წელს მოიცავდა მიუხედავად იმისა, რომ დავა შეიძლებოდა 3-4-5 წელი ყოფილიყო სასამართლოში. ხო, გასაგებია ხო რა პრობლემებსაც აწყდება სახელმწიფო ამ დროს, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ რაღაც საკონსტიტუციო სასამართლოში არავის არ აქვს შეტანილი და ეს საკითხი საინტერესო ახალია ეს ყველაფერი სასამართლოსაც ბევრი არ უმშელია. თქვა რომ იცით რა
ძალიან ხელი მეშლება კი უკანონოდ გაგიშვი სამსახურიდან განაცდურის ანაზღაურება მიწევს შენ ადგილზე ვერ ნიშნა ვერავის მე დავა რომ მომიგო ორმაგ ხარჯში ვარდები კიდევ შენი დაბრუნება მიწევს იმ ადამიანის გაშვება მიწევს რომელიც მათ შენ შეგცვალა და კმაყოფილი ვარ იმ ადამიანით და მოდი ამ ყველაფრისგან თავს დავიცავ სამსახურში ვეღარა აღადგენ სრულ თანხასაც ვეღარ აგინაზღაურებ რაღაცა კომპენსაციას მოგცემ და კარგად იყავი რა ვიცი რამდენად სამართლიანია აი ეხლა უბრუნდებით იმ წინა კითხვას რაც დასვი ბანკების პროცენტთან დაკავშირებით რა ანუ ბანკმა იცის ეს და აი ამაში იზღვევს თავს როცა პროცენტი მაღალია ბანკმა დღეს ჩვენ რაზე ვსაუბრობთ ყველაზე კარგად იცის რომ ურთიერთკავშირშია პირდაპირ ურთიერთკავშირშია შრომით ურთიერთობებთან ის რატომაც ვიხდით მაღალ პროცენტს გავიგე გიორგი მაგრამ კონკურენცია ხო არის ყველა სფეროშია რა კონკურენცია როგორც წესი ბადებს დაბალ ფასებს მაგალითად ეს მშენებელი $1000 ყიდის კვადრატულს მეორე ფიქრობს რომ მოდი მე 900-ად გავყიდი და უფრო ბევრ ვინას გავყიდი უფრო მეტი ასე შემდეგ და ასე შემდეგ ანუ ბანკებში არ არის ეს კონკურენცია აი როგორც გახსოვს სულ ადრე შევარდნაძის დროს იყო აქტი და ჯეუსელი და ერთი წუთი თუ არ ვწდები ლაპარაკი ღირდა 29 თეთრი ორივეგან და ეს არ იცვლებოდა წლების განმავლობაში ეს რა თქმა უნდა რაღაცა მიუხედავად იმისა რომ ჩემი აზრით და ხალხის აზრით ბადებს ეჭვს იმისას რომ რაღაც გარიგება იყო ხო 29 თეთრი და არ იცვლება 28-მდე როგორ ვერ დაწია ვიღაცამ ხო 25-მდე როგორ ვერ დაწია ხო ამიტომ მაგას გეკითხები რატომ არ არის ამ ბანკებს შორის კონკურენცია სესხის პროცენტის დაწევასთან დაკავშირებით თუ არის კარგი კითხვა ესეც რომელიც შეფასებისაგანია არის გარკვეული ადმინისტრაციული ორგანოებისა რომლებიც ამაზე მუშაობენ და იკვლევენ რომ არ მოხდეს ესეთი ბიზნეს გარიგებები რომლებიც მომხმარებლებზე საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება და არ მოხდეს ბიზნეს გარიგება ისე რომ თითქოს კონკურენციას უწევენ ერთმანეთს მაგრამ არეგულირებენ ბაზარს იმდაგვარად რომ არაფერი იქ საპრობლემო ერთმანეთთან კონკურენციის თვალსაზრისით უკვე აღარ აქვთ თუმცა ამ ნაწილში ნახე სამშენებლო კომპანიებსაც შეეხეშენ რომ მაგალითის თვალსაზრისით რომ აი რა კვადრატულის ფასი რამდენი არის და ზოგს მეტი აქვს ზოგს ნაკლები მაგრამ ეს მეტი და ნაკლები იმდენად პატარაა იმდენად მცირე არის სხვაობა მათ შორის რომ სათქმელად იმისა რომ იცი რა ჩვენ კონკურენციაში ვართ არგუმენტად გამოდგება მაგრამ რეალურ ფონს ვერ ცვლის. ამით ისი თქმა მინდა, რომ იგივე ხდება ბანკში, ჩვენ შეიძლება მივიდეთ X ბანკში და Y ბანკში და განსხვავება ვიპოვოთ 1%-ში ან 0.1%-ში, 0.02%-ში. არ აქვს მნიშვნელობა, ხო, ოდენობას რა ციფრი იქნება. მაგრამ არგუმენტად იმისა, რომ ერთი არ გვაქვს არგუმენტია, მაგრამ იმისა, რომ ნამდვილია ეს კონკურენცია, ამაზე არგუმენტი მე არ მგონია, რომ დასაბუთებულია. მაგრამ იდეაში რეგულირდება ეს ყველაფერი და წესით რაღაცა ბენზინგასამართ სადგურები ხო დააჯერიმეს. კი, არსებობს კონკურენციის აგენტობა მუშაობს. კი, არის ინსტიტუტები ამ მართლობთ, რომლებიც იკვლევენ და მუშაობენ, თუმცა ხო აი რა ხდება რეალურობის თვალსაზრისში, ეს უკვე სხვა შეფასებისაგანია. გადავიდით ახლა სხვა თემაზე, გავანებოთ ამ ბანკებს და იპოთეკებს მევახშევს. მოდი ვისაუბროთ ასევე აქტუალური თემაზე, განქორწინებაზე. რა ხდება განქორწინების დროს? ეს ქორწინების ხელშეკრულებები თუ არის უკვე მოდაში საქართველოში, რა შეფასებას მისცემთ ასეთ ხელშეკრულებებს? ჯობს თუ არა რომ გააფორმონ და თუ გააფორმებენ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ უკვე გაშორებაზე ფიქრობენ და თავს იზღვევენ რაღაც ცოტა ხო არ ურტყავს ამ ადამიანურ ურთიერთობებს ეს ყველაფერი თუ უნდა დავივიწყოთ და ცივი გონებით შევხედოთ ამ ყველაფერს როგორც
რაღაცა ესეც გარიგება თითქოს. და აი ეს თემები რა, ყველამ ვიცით ძალიან ზოგადად რომ განქორწინების შემთხვევაში, ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შუაზე იყოფა. მაგრამ ქორწინება რეგისტრირებული იყო. აჰა, კი ბატონო. მას შემდეგ. მაგრამ ბავშვი ვისთან რჩება, ქონება როგორ იყოფა, ალიმენტს ყოველთვის მამა იხდის თუ არა და ასე შემდეგ. აი ეს თემები ამოვწუროთ დაიწყეთ ეთილი ბეჟანმა დაიწყოს. მორიგი საინტერესო კითხვა და მადლობა. შევეცადე მომზადე. საკმაოდ გათვითცნობიერებული საკმაოდ გათვითცნობიერებული ბრძანდებით სამოქალაქო ადმინისტრაციული მიმართულებით. და ძალიან მოხარული ვართ ისეთ ჩემი პირველი საქმე შორის მიუხედავად იმისა რომ სისხლში მუშაობ სამოქალაქოში მოვიგე. ხო, ოღონდ ისიც სისხლიდან გადასული სამოქალაქო ადმინისტრაციულამდე ვეღარ გადახვედი? არა, ადმინისტრაციული არა, პრინციპში ხარ. ადმინისტრაციული ხო, რომელიც სისხლთან ახლოს არის, ფაქტიურად კი, რა თქმა უნდა, გვიწევს მუშაობა, მაგრამ თქვენ ახლა იქ მაგალითად ისეთ დავებში ხართ სახელმწიფოს ინსტიტუტებთან მაგალითად რა ქვია იმას ტენდერების საკითხი ხო ტენდერების მაინც შორს ვარ ტენდერებისგან მაგაზეც ვისაუბროთ ნახოთ მაგალითად მე მაინტერესებს აი სამწუხაროდ ისა დავიწყოთ ქორწინებით დავიწყოთ და მე გადავიდეთ ხო ტენდერებზეც სულ მაინტერესებს შემიძლია თუ არა უბრალოდ მოკვდავს მონაწილეობა მივიღო ტენდერში აუცილებლად მაგრამ ჯერ ქორწინების საკითხები მითხარი ქორწინება განქორწინება და ასე შემდეგ კი ბატონო დღევანდელი რეალობა იმდაგვარი მოცემულობის არის რომ რაც უფრო მეტი ურთიერთობები არის, რიგ შემთხვევებში ჩვენ რაც ქონია გამოცდილება, მხარეები, როდესაც გადაწყვეტენ რომ ერთ საერთო ოჯახურ მეურნეობას შეუდგნენ, გვაქვს იმდაგვარი მოცემულობა, რომ მხარეებს სურთ რომ დაქორწინდნენ და რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფებოდნენ და რიგ შემთხვევაში არის რომ არ სურთ რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. ალბათ იქნება გამომდინარე რომ მათ თავიდანვე გათვითცნობიერებული აქვთ იმდაგვარი მოცემულობა რომ არ სურთ კანონის მარწუხებში იყვნენ და მიუხედავად იმისა რომ თქვათ რაღაცა დოვლათი შეიძლება საერთო ოჯახური ცხოვრებიდან მათ შექმნან და ამ დოვლათის გაყოფა არ სურთ. ეს ალბათ ადამიანზე არის ხში მაგალითად არ აქვს მაგას მნიშვნელობა თანაცხოვრების შემთხვევაში სიტყვაზე არსებობს ოჯახური დანაშაული, ხო? არა აუცილებელია ხელი კონდეს მოწერილი. თუ ერთად ცხოვრობთ, ის შენი ოჯახის წევრად ითვლება და თქვათ მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული გავა ოჯახური დანაშაულის კატეგორიაში. ანუ სამოქალაქოში ეგრე არ არის. სამოქალაქოში ესე არ გახლავთ, საკუთრების გაყოფისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტი არის და ცალსახად ჩანაწერი არის სამოქალაქო კანონმდებლობაში, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ რეგისტრირებული ქორწინება ფიქსირდებოდეს. რადგან რეგისტრირებული ქორწინების შემდგომი პერიოდი მოიცავს იმ პერიოდს, როდესაც თქვათ ცოლი და ქმარი აწარმოებენ საერთო საქმიანობას, იწყებენ ბიზნესს, ხსნიან უზრუნველყოფას ყიდულობენ, კომერციულ ფართებს ყიდულობენ, ავტომობილებს ყიდულობენ და ასე შემდეგ და მათ სიტყვაზე ყველა ცხოვრებაში რაღაცა ხდება ყველა ცხოვრებაში და მიდიან იმ ეტაპამდე, როდესაც განქორწინებას გადაწყვეტენ. და ამ შემთხვევაში რა ხდება? ხდება იმდაგვარი თემა, რომ ამ ქორწინების პერიოდში რეგისტრირებული ქორწინებიდან განქორწინებამდე პერიოდში მხარეებს აქვთ თანაბარი უფლებები საკუთრებასთან მიმართებით. ეს იქნება კომპანიის წილები, უძრავი ქონება თუ სხვა სახის ქონება რაიმე, ყველაფერი იყოფა 50-50%-ზე, თანაბრად ზომიერად და ამასთან დაკავშირებით შესაძლებელი არის შესაბამისი პროცედურების გატარება. თუ კი ვიღაცა ნების საწინააღმდეგოდ არ სურს ამის გაკეთება. საქართველოს კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას. რა ქონება არის ყოფა 50-50-ზე. მაგალითად მემკვიდრე როგორც ვიცი, მემკვიდრეობით მიღებული ქონება არის ყოფა. ამასთან ის ქონება რაც უკ შეძენილი იყო რეგისტრაციამდე, ეს ქონებაც არ წარმოადგენს ბავშვად რეგისტრაციამდე შეძენილი ქონება გაარემონტეს. და მხარი ამბობს რომ კი რეგისტრაციამდე შეძენილია, მაგრამ
ჩემი ფულით გარემონტა. გაუმჯობესებულის ნაწილში მას ჰიპოთეტურად აქვს იმის შესაძლებლობა თუ კი დაამტკიცებს შესაბამისი რელევანტური დოკუმენტებით და მტკიცებულებებით, რომ გაუმჯობესებაში მან რა მოცულობითაც მიიღო მონაწილეობა, ის მოცულობა არის, მაგ შემთხვევაში გაიყოფა ორივეზე. ამასთან ჩვენი კანონმდებლობა იძახის შემდეგს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კლასიკურად ოჯახში მამაკაცი შრომობდეს და ეწეოდეს სხვადასხვა საქმიანობებს და მეუღლე იყოს თქვათ სახლში და არ ეწეოდეს და ეწეოდეს თქვათ ოჯახში იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რაც აქვთ შვილებს საქმიანობას სახლში თქვათ ტრიალებდეს, აკეთებდეს საოჯახო მეურნეობას წარმართავდეს, მხოლოდ ეს მაინც არ უკარგავს იმის შესაძლებლობას, რომ ამ მოითხოვოს სრულად ის თანაბარი წილის მოთხოვნა, რაც არის. ნაჩუქარი იქონება იყოფა? აი თქვათ მემკვიდრეობით კი არ მივიღე, ვიღაცამ სახლი მაჩუქა. ესეც იყოფა? ქორწინებამდე? ქორწინების მერე. ქორწინების მერე მაინც იმდაგვარი მოცემულობა არის, რომ ხშირ შემთხვევაში იყოფა ხოლმე, მაგრამ მერე შესაძლებელია მაინც დადგეს სხვადასხვა ის არის. ნახე, მან საინტერესო არის, რომ ნივთი ან ქონება, რაც მას საჩუქრად გადაეცა, ეს ხო პირადი სარგებლობის დაკავშირებული მის პროფესიასთან. თუ ეს იყო მანქანა მაჩუქეს მაგრამ. ხო, აი ნახე, სასამართლო რაზე მსჯელობს, ეს მანქანა ვის საქმიანობის სფეროს უფრო მეტად ჭირდებოდა. მაგალითად, თუ წვილიდან რომელიმეს აჩუქეს მანქანა და ამ მანქანით ეს ადამიანი ტაქსის მძღოლია და დასაქმებულია და მისი საქმიანობის სფეროა ეს, შესაძლოა რომ სასამართლო მიაკუთვნოს ამ პიროვნებას, ხო? თქვათ, ნახატი მაჩუქეს ზვირადღირებული. ხო, აი მან მივდივარ, თუ ნახატია და საერთო სარგებლობის ნივთია, უფრო მეტია ალბათობა იმისა, რომ ეს საერთო საკუთრებაში შევიდეს და გაიყოს თანაბრად. ბავშვი ვისთან რჩება? რამე ეს წერია? ბავშვი რჩება დედასთან კანონმდებლობაში. ბავშვის საკითხი ძალიან სენსიტიური არის, ესეც ალსახად ამის მიკუთვნება არ ხდება იქ მრავალი. რა წერია კანონში და პრაქტიკა სასამართლოში როგორია ამ კუთხით? კი ბატონო, მრავალი ისეთ სოციალური ფაქტორი არის, რომ ბავშვის მიჯაჭვულობის საკითხი განიხილება ხოლმე ფსიქოლოგიურ წვლილში, რომელ მშობელთან აქვს ბავშვს უფრო მიჯაჭვულობა, ეს დედა იქნება თუ მამა. ანუ შეიძლება დედასთან დარჩი, შეიძლება მამასთან. კი ბატონო, იმიტომ რომ ესეც ცალსახად ჩანაწერი არ არის რა და ამიტომ ამას ქვია ხოლმე საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და მიკუთვნება თუ რომელმა მშობელთან არის უფრო მეტი ბმა და რომელ მშობელთან მიაღწევს. თქვა 2 წლის არის, 1 წლის არის, ძალიან პატარაა. დავაში ჩვენ ქონია შემთხვევები. ხო, ჩვენ ქონია დავის კატეგორიები, სადაც არასრულწლოვანი იყო ჩართული და უკვე სოციალური სააგენტოები ერთვებიან, ეს აგენტები განსაზღვრავენ და აძლევენ ჩვენებას სასამართლოს. ხო, სოციმუშაკები აძლევენ განმარტებას, დასაბუთებულ განმარტებას, რატომ ჯობია ბავშვი რჩებოდეს ან დედასთან, ან მამასთან. მე შემიძლია რამე ალტერნატიული დასკვნა მოვამზადო, ამასთან დაკავშირებით დაუშვათ არ ვენდობი ამ სოციალურ. ანუ ალტერნატიულობის თვალსაზრისით შეგიძლიათ ჩაატაროთ ნებისმიერი ექსპერტიზა ჩაატაროთ ამ მიმართულებით, თუმცა პრაქტიკაში იშვიათია ესეთი, რომ რაღაც ამაში წინააღმდება, მაგრამ მერეკო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტურად ორივე მხარის მდგომარეობას რომ შეაფასებს, სად ჯობია ბავშვი იყოს. აი, ნახვის დღეებია საინტერესო. აი, გუნდა მეკითხა, მიუხედავად დაუშვათ განსაზღვრა სასამართლომ, რომ ბავშვი რჩება დედასთან. მაგრამ ის იმის ხوار ნიშნავს, რომ მამას საერთოდ არ აქვს. ხო, აი, კარგი კითხვაა და მგონია, რომ საინტერესო და აქტუალური იმ თვალსაზრისით, რომ ბევრს გონია, თუ სასამართლომ გადაწყვიტა ან მიიჩნია, რომ ბავშვი უნდა იყოს დედასთან, ან ბავშვი უნდა იყოს მამასთან, მეორე მშობელს ნახვის უფლება არ აქვს. ეს ალსახად არასწორია. რა თქმა უნდა არასწორია. მშობლის უფლება დაცული უნდა იყოს, თუ ამ უფლების შეზღუდვის საფუძვლები არ არის, ხო, საქმეში. ამიტომ თუ ასეთი საფუძვლები სახეზე არ გვაქვს, სასამართლო სამართლიან განაწილებას ადგენს ნახვის დღეების, საათების, ისე რომ ორივე მშობელმა შეძლოს
ფსიქოსოციალური განვითარება ბავშვის იმდაგვარად, რომ ბავშვს არ ჰქონდეს ნაკლოვანება არც დედის და არც მამის. არ უნდა დაკარგოს ის უფლება, რომ მას ურთიერთობა ჰქონდეს მამასთან და ურთიერთობა ჰქონდეს დედასთან. რადგანაც როგორც სასამართლო პრაქტიკამ და განმარტებებმა ცხადყო ადამიანი რომ აღიზარდოს დედის და მამის ურთიერთობებით, მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შეიმეცნოს როგორც მამასთან ურთიერთობა, ასევე დედასთან ურთიერთობა. ამიტომ სასამართლო პირიქით ცხადია, სასამართლო მოტივირებულიც არის ხოლმე იმისკენ, რომ თუ რაღაცა ეს არ არის მაინც და მაინც განსაკუთრებული შემთხვევა, რომ ეს უფლება შეიზღუდოს რომელიმე მხარეს, პირიქით ერთვება სასამართლო და მიუთითებს, რომ სამართლიანი იყოს ნახვის დღეები. სამართლიანად ისე კი არა, რომ თანაბარზომიერად ერთს რომ ერთი კვირა კონდეს და მეორეს ერთი წელი ნახვის დღეების ეს ასე არ გამოვა, ხო? ან კვირის დღეები ჩვენ სხვათა შორის მედიატორები ვართ და მედიაციის პროცესშიც გვიწევს ხოლმე ესეთ საქმეების განხილვა და საინტერესოა ვისმენთ ხოლმე პოზიციებს. ხშირ შემთხვევაში რიგდებიან მეუღლეები ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე. ბავშვის საუკეთესო ინტერესი. საუკეთესო ინტერესი როცა არის, მაგრამ არის ისეთი დაპირისპირებებიც, როდესაც სამწუხაროა, ბეჟანი მიხვდება რომ საქმეზე ლაპარაკობ. სამწუხაროა, როდესაც მხარეები დავაში ბავშვს იყენებენ როგორც დავის დავაში იარაღი. რომ რაც შეიძლება მეტი სტრესი, მეტი ფსიქოლოგიური წნეხი მიაყენონ მეორე მხარეს ბავშვიდან გამომდინარე, რაც მგონია რომ უკვე მშობლების სამოქალაქო სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობაც არის, ხო? ანუ რაღაც ტექნიკურ საკითხებზე ვერ რიგდებიან, რაც რეალურად მოურიგებლობის მიზეზი არ უნდა იყოს ნორმალურ შემთხვევაში. მაგრამ ასეც ხდება ხოლმე და სასამართლოს უწევს მერე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ამ თვალსაზრისით. და ის საკითხი რაც დასვი ჯაბა, ბოლომდე რომ ამოვწუროთ, შესაბამისად ალიმენტიც იქნება გამომდინარე, გადაიხდება თუ ბავშვის საცხოვრებელი ადგილი ვისთან განისაზღვრება, დედასთან იცხოვრობს ბავშვმა თუ მამასთან. და იქნება გამომდინარე, ვისთანაც ცხოვრობს და ვინც ინახავს და ვინც არის პასუხისმგებელი ამ ნაწილში, შეუძლია მან მოითხოვოს ალიმენტი უკვე, როგორც ძირითადი ხარჯების ნაწილში, რაც სჭირდება ყოველთვიურად ბავშვისთვის, ასევე დამატებითი ხარჯების ნაწილში მონაწილეობის. ხო, მაგრამ დაუშვათ, ვისთანაც ცხოვრობს, ის უფრო მდიდარია. ვისთანაც არ ცხოვრობს, საერთოდ უმუშევარი, მაგალითად. მაინც, იმიტომ რომ მშობელი როცა ხარ და რასაც წარმოადგენდი, შენ ვალდებულება გაქვს რომ შენი არასრულწლოვანი შვილისთვის მაინც გაწიო, ეს მოიხსენებათ 18 წლამდე არის კანონმდებლობით გათვალისწინებული ალიმენტის გადახდის ვალდებულება, შესაბამისად მიუხედავად აღნიშნულისა, აქვს მას ვალდებულება რომ თავისი შვილს მიაქციოს ყურადღება და ის მინიმალური გადაიხადოს, რაც მას კანონი და სასამართლო დააკისრებს. სწორია, მაგრამ მაგალითად მე ახლა გამახსენდა ჩემ ბავშვობაში რომ ბრიტნი სპირსი რომ გაშორდა თავის მეუღლეს, ბრიტნი სპირსი იხდიდა ალიმენტებს. ხო? იმიტომ რომ მე ესე ვფიქრობ, ბრიტნი სპირს ბევრი ფული ქონდა, მის მეუღლეს არ ქონდა ფული. მაგრამ გონი ბავშვები მამასთან დარჩნენ მაშინ? სავარაუდოდ. ნახე, სასამართლოც მაგას უთითებს, რომ ეს მარტო ალიმენტი კი არ არის. აქ შეიძლება დაითვალოს ჩართულობა სახელოვნებო სპორტის აქტივობებში. ასევე სხვადასხვა წრეებზე, რითაც შეიძლება ბავშვი დაინტერესებული იყოს და სასამართლომ დაავალოს, რომ ეს თანხები უნდა გაიყოს შუაზე, უნდა გაიყოს. თუმცა სასამართლო საიდან ითვლის, ახლა ვიღაცას მეტი შემოსავალი აქვს, ვიღაცას ნაკლები შემოსავალი აქვს და ობიექტურობის ჭრილში, იმისთვის რომ თუ სახეზე ასევე სესხი აქვს აღებული, ვალდებულებები აქვს, ეს მტკიცებულებები სასამართლოში უნდა წარადგინოს და სასამართლო ცხადია ამის გამოკლების ნარჩენ ოდენობიდან, ისე რომ მინიმალური შემოსავალი რაც არის კანონით დადგენილი, ესეც ჩაითვალოს იმაში, იმის მიღმა უკვე ეს თანხები ისე განაწილდეს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებს მოხმარდეს. მშობლები დავას აწარმოებენ პირადი საკუთარი ინტერესით
და ბავშვს იყენებენ ინსტრუმენტს, რომ რაც შეიძლება მეტი ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენონ მეორე მხარეს. ეს ალაკეთი სინისიერი მშობლები. რაც სამწუხაროა, ძალიან სამწუხაროა ხოლმე, აი ბავშვი ანგელოზივით ბავშვი არის, არაფერი მას ხო არ დაუშავებია. არანაირი წვლილი არ შეუტანია, რომ პირიქით მის რა უნდა ყველა ბავშვს, რომ მის მშობლებს კონდეთ კარგი, ჯანსაღი ურთიერთობა, ხო? მაგრამ თუ ეს ვერ ხერხდება, ასეც ხო ხდება. ეს არ უნდა გადაწყდეს და არ უნდა წარიმართოს იმდაგვარად, რომ ცალკე ბავშვმა მიიღოს ძალიან დიდი სტრესი და ამის საფუძველზე მეორე მხარემ მიიღოს არა თუ სტრესი, არამედ შეიძლება მთლიანად დაინგრეს ცხოვრება, ხო? ამიტომ მშობლებს მართებთ დაფიქრება, როდესაც განქორწინების საკითხზე ნაბიჯს ყავენ, რომ მეტი საკუთარ თავზე მეტად გადადონ ეგოისტური საკითხები, წინა პლანზე წამოვიდეს სამართლებრივი საკითხები და დაცული იქნეს, რა თქმა უნდა, დაცული იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესი, იმიტომ რომ ბავშვი მონაწილეობს ამ პროცესში, არასრულწლოვანი. და ამ პრობლემებს ეს საქორწინო ხელშეკრულება აგვარებს? რაც შეეხება საქორწინო ხელშეკრულებას. საქორწინო ხელშეკრულება არის იშვიათი კატეგორიის გარიგება საქართველოში, ერთეულები, თუმცა ბოლო ტენდენციებით ჩვენ არაერთ უცხო ქვეყნის მოქალაქის მომსახურებით საქართველოში მათი დაკვეთა არის ხშირ შემთხვევაში. იმიტომ რომ მათთვის ეს უცხო გარიგება არ არის. ის ჩავწეროთ, მაგრამ აქ ერთი ძალიან დიდი მნიშვნელოვანი დეტალი გახლავთ ის, რომ გარიგებაში ვერ ჩავწერთ ყველაფერს, რაც მისი ინტერესია, თუ ეს ეწინააღმდეგება კანონის დათქმას. ამიტომ ჩვენ ანუ მაგალითად მე თუ ჩავწერ გარიგებაში, რომ განქორწინების შემთხვევაში ქონება შუაზე არ გაიყოს, შესაძლოა პრობლემური გახდეს, კი. რამე თუ ჩვენ წინა საკითხებზე შევეხეთ, რომ ყველაფერი გაყოფადი არ არის და არც ყველაფერია პირადი და საერთოდ ამიტომ ჩვენ ადვოკატებს გვმართებს ზუსტი და კონკრეტული ინფორმაცია მივაწოდოთ კლიენტს, რომ ხელშეკრულებაში რა პუნქტები დარჩება ძალაში და რა არ დარჩება. ჩვენ გვსმენია და არის პრაქტიკაში, რომ ეგრეთ წოდებული წინასწარ დადგენილი დრაფტები მიდიან და დრაფტი არის ნოტარიუსთან გამზადებული, ხელს მოაწერენ, ზოგიერთ ნოტარიუსი უარს ამბობს ამის ცვლილებაზე, ზოგი თანხდება ცვლილების შეტანაზე, მაგრამ ამომავალი წერტილი ამ ურთიერთობაში არის ის, რომ უცხოელი კლიენტისთვის აღქმადი იყოს და ცნობილი იყოს იმ გარიგების თაობაზე, რა გარიგებასაც ხელს აწერს, რომ ის აუცილებლად ძალაში დარჩება და სასამართლო ამას გაითვალისწინებს. ეს არის უკვე ადვოკატის როლი საქმეში. ნამდვილად. მოდი, ახლა შევეხოთ მემკვიდრეობის საკითხებს. თქვათ ანდერძი არ არსებობს. რა ხდება ამ შემთხვევაში, ვინ არის პირველი რიგის მემკვიდრე, მეორე და ასე შემდეგ. ან ანდერძი არსებობს, მაგრამ მიუხედავად ამისა რა ერგება პირველი რიგის მემკვიდრეს. დაუშვათ ადამიანმა ანდერძით მეზობელს დაუტოვა ყველაფერი. მაგრამ რა მიიღებს დაუშვათ შვილი, მეუღლე, მიუხედავად ამ ყველაფრისა. აი ეს თემები რომ ამოვწუროთ მემკვიდრეობის ნაწილში, იმიტომ რომ სამემკვიდრეო დავები ხშირია საქართველოში. ნამდვილად. კი ბატონო, აბა ბეჟიტის. კანონით მემკვიდრეობა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეიზღუდება და კანონმდებლობა სიმდაგვარი დათქმა აქვს, რომ კანონით მემკვიდრეებმა უნდა მიიღონ რიგითობის მიხედვით ის, რაც მათ ეკუთვნის. მაგალითისთვის, პირველი რიგის მემკვიდრეებად მიიჩნევიან კონკრეტულ შემთხვევაში, ვთქვათ, მეუღლე, შვილები და ასე შემდეგ. და თუ იმ შემთხვევაში იმდაგვარი მოცემულობა არის, რომ კანონით მემკვიდრეობით პირველი რიგის მემკვიდრე არ არსებობს, ყოველი შემდეგი რიგის მემკვიდრეობა გადადის იმის მიხედვით, რომელი რიგის მემკვიდრეც არ არსებობს. და ეს რიგითობა არის დაცული მკაცრად საქართველოს კანონმდებლობით და შესაბამისად აქედან გამომდინარე ხდება ხოლმე ამ ყველაფრის გადაცემა.
აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ ის, რომ სამკვიდროს გახსნის პერიოდი არის ხოლმე მნიშვნელოვანი და ისეთი, რომ მხარეები ხშირ შემთხვევაში აგვიანებენ ხოლმე, რომ სამკვიდროს გახსნა მიიჩნევა ის პერიოდი, როდესაც პირი გარდაიცვლება. და 6 თვეა, ხო? ამ ეს ვადა არის 6 თვის განმავლობაში ისინი ვალდებული არიან მიმართონ შესაბამის ნოტარიუსს განცხადებით და 6 თვის შემდეგ მიიღონ სამკვიდრო და მნიშვნელოვანი არის რომ ეს ვადა დარღვეული არ იყოს და შეუდგნენ და ან კიდევ ფაქტობრივად უნდა ფრობდნენ ამ თუ იმ უძრავ ქონებას რომელიც სამკვიდრო მასაში შედიოდა და აქედან გამომდინარე უკვე მიიღებენ იმ დოვლათს რაც მემკვიდრეობა მოიცავს. მაგრამ დოვლათთან ერთად ვალებსაც იღებენ, ხო? დიახ, როგორც პასივი ასევე აქტივი. კი ბატონო, აუცილებლად ორივე შეიძლება რომ პასივი არ მივიღო? გამორიცხული. ნუ არა, გამორიცხული ანუ იმ ნაწილში ხა ესე არ გავიგოთ რომ რაღაცას მიღება ან არ მიღება გამორიცხული არის. თავისთავად შეიძლება რაღაცეები ისე დაალაგდეს რომ გაკეთდეს რომ შესაძლებელია პიროვნებას არავინ არ დააძლევს, საერთოდ არ მიიღოს მემკვიდრეობას. უარი თქვას ან არ მიიღოს პროცესებში არ მიიღოს მონაწილეობა და ესე ვერც აქტივს ვერ მიიღებს, ვერც პასივს, მაგრამ იმდაგვარად რომ გამორიცხulis ნაწილი იმაზე ვახსენეთ და გავამახვილე ყურადღება რომ მარტო აქტივი რომ მიიღოს და პასივი არ მიიღოს, აი ამ ნაწილში არ არის შეუძლებელი. მან არის ერთი დეტალი, რაც მინდა ვთქვა და უკითხავთ ჩემთვისაც მშობელმა მის საკუთრებაში არსებული ქონება გააჩუქა და შვილი კითხულობს ამ საჩუქრის მიმღების მიმართ თუ აქვს მოთხოვნის უფლება მას შემდგომ რაც მშობელი გარდაიცვლება. ეს ამომავალი საკითხი და ძირითადი საფუძველი ამისი არის საკუთრების უფლება. ჩვენ საკუთრების უფლებას ვერ შეზღუდავს ვერც კანონით მემკვიდრეობა და ვერც სამომავლო რაიმე სახის უფლება. რადგანაც როდესაც პირს საკუთრებაში გააჩნია ქონება, ის არის ბატონ პატრონი ამ ქონების. ამიტომ უკვე მემკვიდრეობითი სამართალი ძალაში შედის ფაქტის დადგომიდან, მაგრამ ქონება სახეზეა. ეს ქონება აქტივი იქნება, უძრავ ქონება იქნება, უძრავ ქონება ამის მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ ბევრი კითხვა გამიგია იმის თაობაზე, რომ ჩემმა მშობელმა, ჩემმა წინაპარმა რაღაცა ქონება გააჩუქა და ეხა იმ საჩუქრის მიმღებს მე წავალ და სასამართლოში ვედავები, რატო მიიღო, როდესაც იცოდა რომ მე აგერ ვარ სახეზე ვარ და მე კანონიერი მემკვიდრე ვარ პირველ რიგის მემკვიდრის ეს ქონება. რაც არ არის სერიოზული და ცხადია ვერ დაარღვევს სასამართლოს საკუთრების უფლებას. ეს მიმპირონების საკუთრება იყო და გაასხვისა. თუ სხვაგვარი რაიმე სახის შეზღუდვა მოკლედ ეს შვილი ვერ მიიღებს ამ ხო, ამ ნაწილში ცხადია რომ სამომავლო უფლებებზე ჩვენ უფლებებს ვერ გავავრცელებთ. გიორგი, აი მაგალითად ადამიანს ყავს ორი შვილი. ერთი თქვა პირველი ქორწინებიდან, მეორედან, ან თუნდაც ერთი ქორწინებიდან საერთაშორისო, მაგრამ დაუშვათ ერთ-ერთი შვილი არის სხვაგან, საზღვარგარეთ, სხვა ქალაქში, არ ზრუნავს მამამისზე, დედამისზე, საერთოდ არ წვლილი არ შეაქვს მის მოვლა პატრონობაში და დადგა ის დრო, გარდაიცვალა ეს ადამიანი და მე ორივე შვილს თანაბრად ერგება მაინც ეს ქონება, დარჩენილი ქონება თუ აი ადამიანს ვინც წლების განმავლობაში მას უვლიდა პატრონობდა, მას მეტი უპირატესობა აქვს, რაღაც პროცენტულად მეტი შეხვდება? კარგი პრაქტიკული კითხვაა ჯაბა, ესეც ბევრ გულისტკენას იწვევს ხოლმე მემკვიდრეებს შორის და რა როგორ უნდა დარეგულირდეს, ხო? მე ურთიერთობები იძაბება, დედმამიშვილები ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან, ურთიერთობები აღარ აქვთ ერთმანეთთან, იმიტომ რომ რაღაცა სწორად ვერ განაწილდა. ეხლა რაღაცა რომ სწორად განაწილდეს, ამას თან უნდა სახეზე გქონდეს ან ჩვენ ანდერძი და ან და მე ვინც ანდერძი შეადგინა იმან თანაბრად და სამართლიანად უნდა შეადგინოს ეს ყველაფერი ან კანონიერი მემკვიდრეობის დროს. ეხლა რა ხდება
რა როგორ უნდა გაკეთდეს სამართლიანად, ხო? ერთი ამბობს, რომ მე მთელი ცხოვრება ჩემ მშობლებს ვეხმარები, წამლებს ყიდულობ, ექიმებში დამყავს, ვასვენებ, დასასვენებლად დამყავს, უქმნი ყველანაირ ისეთ პირობას, რაც საუკეთესოს, რაც ჩემ ფარგლებში შედის და ერთ დღეს ჩდება იქ პიროვნება და ამბობს, რომ მეც შვილი ვარ და მეც მინდა ყველაფერი თანაბრად. ეს ცხადია ასე ვერ იქნება, ხო? თუ პირველი შვილი, რომელსაც აი მაგალითში ვახსენეთ, რომ ყველაფერს აკეთებს უვლის მშობელს და ხარჯები გაწია, ხო? ეს ხარჯები თუ დათვლადია, ეს ხარჯები შეიძლება სასამართლომ დაითვალოს, მათ შორის დაკრძალვის ხარჯები, მათ შორის გასვენების ხარჯები, სარიტუალო ხარჯები, ყველა სახის ხარჯები შეიძლება დაითვალოს და მათ შორის გაყოფილ ქონებას გამოაკლდეს ამ შვილის სასარგებლოდ. ესმით? თუმცა ცხადია, რომ შვილის და მემკვიდრის ინსტიტუტს ვერავინ ვერ აკრძალავს. თუ ისიც შვილია და ესეც შვილია, ცხადია უნდა გაიყოს, თუმცა თუ ხარჯი ამ მშობლების დასახმარებლად, საყოფაცხოვრებო ხარჯები ნებისმიერ სახით გაწეულია რომელიმე მათგანის მიერ და ეს მტკიცებულებებით არის დადასტურებული, ცხადია ამ თანხის გამოკლებით სასამართლო სწორედ ასე გაყოფს ამ ქონებებს. ნახე ქართულ რეალობაში სანამ კანონი ამ ყველაფერს დაარეგულირებდა, როგორ არის, ხო, საყოფაცხოვრებო დონეზე. უმცროს შვილს რჩება ის ბინა, რომელშიც მშობლები ცხოვრობენ, მაგრამ ფაქტობრივად ეს უმცროსი შვილი ან ბიჭი თუ სხვა დედმამიშვილები არიან ქალბატონები ახორციელებს ამ მშობლების მოვლა პატრონებას რჩენას. ხშირ შემთხვევაში ასე ავტომატურად რეგულირდება ხოლმე. ხო, ანუ ქალბატონები, როდესაც გათხოვდებიან სხვაგან გადადიან საცხოვრებლად, სიტყვაზე ვამბობ, ქონება რჩება ბიჭს. ესე არეგულირებს ქართული რეალობა ამ ყველაფერს. თუმცა ცხადია, გოგოსაც შეუძლია მოითხოვოს. ხო, აბა რა, ანუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამორიცხავს შემდგომს თავისთავად. თუმცა არც რომელიმე შვილს უფლება წართმეული არ აქვს, რომ ქონების გაყოფა მოითხოვოს. თუმცა ეს ფაქტობრივად რეგულირდება საყოფაცხოვრებო დონეზე. თუ სადაო გახდა, სასამართლო აი როგორც თავშივე აღვნიშნეთ, თუ რჩენა, მოვლა, გასვენების ხარჯები, ეს ყველაფერი ხარჯი გაწეული არის, ცხადია იმ შვილის სასარგებლოდ დაითვლება მერე გაყოფილი ქონება, რომელმაც ეს ხარჯები გაწია. ხო, მაგრამ დაუშვათ მშობელმა ჭალებში უარი თქვა თავისი ინიციატივით ბავშვზე. თქვა რომ მე არ მინდა ამისგან არაფერი. არც ამის მოვლა მინდა, არც ამის წამალი მინდა, არც ამის საჭმელი მინდა, არაფერი არ მინდა. და ნუ მეორე, მესამე ულიდა. ეს ადამიანი იყო მომართული იმისკენ რომ ოჯახში დარჩენილი იყოს სიტყვაზე. მაგრამ სასამართლო მაინც ფაქტობრივად გაწეულ ხარჯებს დაითვლის და არავის რა სურდა, ხო, რაც ალბათ რთული დასადგენიც იქნება. მისი ბრალი არ იყო რომ ხარჯებს არ წერდა. ხო, თეორიულად რაღაც შეიძლება. სასამართლო მაინც მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღებს ალბათ გადაწყვეტილებას მსგავს კატეგორიის თავში. გასაგებია. და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტულად არის შესაძლებელი თითოეულის გარემოება. რაც გიორგი მისაუბრა უცბად. ბეჟან, ჩვენ წეგან მახსენეთ ტენდერები. მე მგონია რომ ტენდერები არის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი ჩვენს ქვეყანაში, რაც არ გვაძლევს საბოლოო ჯამში წინსვლის საშუალებას. რას გულისხმობ? ფიქრობ მე, არ ვიცი, მე ამ საკითხში არ ვარ კარგად შეხედული, აი შენ მითხარი, შენ გაქვს დავები ამასთან დაკავშირებით, თქვენ გაქვთ, ხო? მე ვფიქრობ, რომ ამ ტენდერების აბსოლუტური უმრავლესობა თუ არა, ძალიან დიდი ნაწილი არ წყდება ობიექტურად. ტენდერს არიღებს სამართლიანად და ობიექტურად ყველაზე კარგი შემოთავაზების მქონე კომპანია თუ პიროვნება იგებს შენ შემთხვევაში რაღაც გარიგებების გამო, რაც საბოლოო ჯამში გვაძლევს რას უფრო ცუდ მომსახურებას, ჩვენი ჯიბიდან გადახდილი უფრო მეტ თანხას და უფრო ცუდ სერვისს. როდესაც არაკომპეტენტური პიროვნება იგებს ტენდერს.
მითხარი რა ხდება ამ კუთხით როგორია ჩვენი კანონმდებლობა ვიზია მორგებული დავები როდესაც იწყება სასამართლო რამდენად ობიექტურია და ასე შემდეგ ჩვეულებრივ ადამიანს რომელიც იურისტსა იყვანს თქვათ ფიქრობს რომ აი შეუძლია ამ ჭიქების დამზადება ცალის მაგალითად 2 ლარად და გამოცხადებულია ტენდერი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას მოიგებს თუ არა მარტივად ამ ტენდერს თუ მის შემოთავაზება საუკეთესოა. კი ბატონო. აი ძალიან მარტივ მაგალითს მოგიყვანთ მაგ კითხვაზე რომ გაუცე პასუხი. თუ კი არის კეთილსინდისიერი მეწარმე, პროფესიონალი თავისი საქმის, მოიგებს არაერთ ტენდერს, განვითარდება, გაზრდის კომპანიას და ჯეროვნად ასრულებს თავის ვალდებულებებს არაერთ სახელმწიფო ორგანოსთან, სახელმწიფო აძლევს შესაძლებლობას, რომ მისი ეს განვითარება წავიდეს თეთრი სიისკენ და კონდეს გარკვეულწილად კარგი ბენეფიტები სხვა მეწარმეებთან მიმართებით, ვისაც არაკომპეტენტურობის თუ სხვადასხვა მიზეზების გამო არ შეუძლიათ შეასრულონ ის ვალდებულება, რასთან დაკავშირებითაც აიღეს პასუხისმგებლობა იმ კონკრეტულ ტენდერში მონაწილეობის შედეგად. ანუ ვინც კარგად მუშაობს, ასრულებს, კომპეტენტური არის, სახელმწიფო ეუბნება შენ თეთრ სიაში. ვინც არ მუშაობს, ვერ ასრულებს, შემიდიხარ შავ სიაში. და ამიტომ ეს შავ სიაში მყოფი ხალხი ვერ იგებს ტენდერებს? შავი სია იმდაგვარი მოცემულობა არის. ანუ ოფიციალურად არის ეს შავი სია ოფიციალურად ტერმინი არის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობიდან გამომდინარე, როდესაც ეს იქნება მეწარმეს, იმ მეწარმე იქნება ეს შპს იქნება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, თუ სხვა სახის საზოგადოება, ხანდახან ამხანაგობებიც არის და ასე შემდეგ. მიიღებს მონაწილეობას რაიმე ტენდერში და იგი არ შეასრულებს თავის ვალდებულებას ჯეროვნად და ან არასრულად შეასრულებს და არაჯეროვნად, ამ შემთხვევაში იგი ხდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ განსაზღვრულ შავ სიაში, სადაც იგი გამოცემიდან, განკარგულების გამოცემიდან 1 წლის განმავლობაში იმყოფება და აკრძალული აქვს მას ნებისმიერ ტენდერში შესვლა თავისი არაკეთილსინდისიერებიდან გამომდინარე და ეს უკვე არა გავაუქმე კომპანია და უბრალოდ სხვა სახელი დავარქმე, ახალი შპს დავაარსე. აქ ის პრობლემების წინაშე ვდგებით, რომ კონკრეტულ ტენდერებს სჭირდება გამოცდილება და ისტორია. ამიტომ ესე მარტივად ის ახალი კომპანია ვეღარ შევა ესე ტენდერებში, თუ თქვათ ის პირველი კომპანია, რომელიც ჰქონდა და ჰქონდა 100 კომპანიის გამოცდილება და ის მოცულობები რაც იყო, იმ მოცულობებში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას და ამიტომ ისევ თავიდან უწევს ამის გზის გავლა. მაგრამ აი, როდესაც ადამიანი მოგმართავს თქვენ რომ არაობიექტურად მიუდგნენ და წესით უნდა მოეგო ტენდერი, მაგრამ სხვა მოიგო. იწყებთ დავას, ხო? ხშირად იგებთ ამ დავებს. აყადაღებთ რაღაცებს, რაც მერე მოლაპარაკების საგანი ხდება. ამ შემთხვევაში აი მან რა პრობლემებია ხოლმე, ანუ ვინ არის ეს არაობიექტური ორგანო თუ პიროვნება, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, რაც დავის საგანი გახდა. თვითონ არაობიექტური შეიძლება იმ ადამიანისთვის სუბიექტური არის, სუბიექტური შეხედულება იყოს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენი იურიდიულ წილში სამართლებრივად წარმართოთ ამ საქმიანობას, ამას უკვე შესაბამის კვალიფიკაცია ეძლევა კონკრეტულ ფაქტებზე და ფაქტობრივ გარემოებზე, მტკიცებულებებზე დაკრძნობით და ამას უკვე აფასებს შესაბამისი უფლებამოსილი პირი, ეს იქნება სასამართლო თუ სხვა ორგანო, რომელიც წვეთს, რომ ეს საქმე რეალურად არაობიექტური იყო თუ ობიექტური. ამიტომ ჩვენ ვეხმარებით სამართლებრივ ნაწილში და იმ მოცემულობას რაც არის, ვცდილობთ ის სიმართლე მივიტანოთ იმ კონკრეტულ მსაჯულამდე, ვინც ამ საკითხს განიხილავს და გადაწყვიტავს. და აი, ხშირ შემთხვევაში გიორგი, რა ირღვევა ხოლმე ამ გადაწყვეტილების მიღების დროს სასამართლო, როდესაც თქვენ სასარგებლო გადაწყვეტილებას იღებს, რას უთითებს, როგორც წესი, თუ შეგიძლია ამის თქვა? ჩვენ სატენდერო დავებში ეს ხო დათვლადი რაღაცაა. მე მგონია რომ ეს სუბიექტურობა და ობიექტურობა არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ტენდერი მაინც რაღაცა დათვლადია. თანხებთან არის დაკავშირებული, ხარისხთან არის დაკავშირებული. შენ თუ პლასმასის ჭიქას მიკეთებ 2 ლარად და მე შუშის ჭიქას გიკეთებ, რა ვიცი, ალბათ შუშა ჯობია უფრო გამძლეა ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ცხადია, ხო, თუ კომპანიამ სადაოდ გახადა ის გარემოება, რომ ის მიმართულებით დაერღვა, ჩვენ მუშაობთ არა მხოლოდ დარღვეული უფლებების აღსადგენად, არამედ ჩვენ მუშაობთ, რომ საერთოდ უფლება არ დაირღვეს. კომპანიას თავიდანვე ისეთი ხელშეკრულება ჰქონდეს გაფორმებული შემსყიდველთან, რომ მისი უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული. ნახე კითხვა შენ რაც დასვიწე იღან რა ხდება, როდესაც პრობლემური გახდა კომპანია და დააფუძნა ახალი კომპანია, ხო? მაგრამ ბოდიში აი ხელშეკრულების სტანდარტული პირობები აუცილებლად გამოტანილი არის ხოლმე ელექტრონულ სისტემაში. და უბრალოდ ჩვენ იმას ვაკეთებთ ხოლმე გიორგი რაც გამოხლა ყურადღება, რომ ხელშეკრულების ისაც არის მოცემულობა, იმას რაიმე არ მოაკლდეს, რადგანაც უკვე შეთავაზებულია კონკრეტული ტექნიკური დავალება და ხელშეკრულების ის პირობები, რაზეც მხარე თუ მოიგებს იმ ტენდერს, იმ პირობებით უნდა გაუფორმდეს ხელშეკრულება, იმას არაფერი არ უნდა დააკლდეს. მაგრამ მხარეები არ არიან შეზღუდული, შემდგომ თუ რაიმე დამატებით ცვლილება დასჭირდებათ, რომ შეთანხმებით გააკეთონ ეს ცვლილება. ხო. და მეორე საკითხი, რომ თუ კომპანია პრობლემური აღმოჩნდა და აქვს რისკი, რომ შავსიაში მოხდეს, ამისი შავსიდან ამოყვანის მექანიზმები არსებობს და ამას ვაკეთებთ. მაგრამ პარალელურად იმისთვის, რომ გამოცდილების პრობლემა არ შეექმნას მეორე კომპანიაზე თავიდან ტენდერებში შესვლის, პარალელურად ჭალებში ზრდიან მეორე კომპანიას, ან მესამე კომპანიას, ან 10 კომპანიას, იმისთვის, რომ ერთი თუ პრობლემურია, მეორეთი იმავე დონის ტენდერში მონაწილეობა მიიღოს. ამიტომ საკითხი იმდაგვარად დგას, რომ უნდა კონდეს თუ არა უფლება ერთ დამფუძნებელს და ერთ დირექტორს, რომელიც ყველა 10 კომპანიაში ერთი პიროვნება, მონაწილეობდეს ამ კომპანიებით ტენდერებში, როდესაც მის საკუთრებაში არსებულ ერთ კომპანიას პრობლემა შეექმნა. შეიძლება ერთი კომპანია თეთრ სიაში იყოს, მეორე შავ სიაში იყოს. კი ბატონო, შესაძლებელი. კი, თუმცა დამფუძნებელი და დირექტორი იყოს ერთი პიროვნება. აი დავის ნაწილში ძალიან კარგად იკითხე და ბარემ საკითხი რომ ამოვწუროთ, რა სახის დავები პრობლემდება, ძირითადად არის იმდაგვარი მოცემულობა, რომ ერთი ხელშეკრულება შეწყვეტის ნაწილი არის ხოლმე, თქვათ, როცა ედავებიან ხარისხის ნაწილზე, შესრულების მოცულობებზე, როცა ედავებიან, რომ თქვათ, არ შესრულდა იმ მოცულობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის სამუშაოები, რაც იყო გათვალისწინებული. მეორე თემა არის, რომ გეგმა გრაფიკზე ჩამორჩენა იყო, იმ ვადაში არ შესრულდა რა ვადაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და ამაზე არის ძალიან დიდი სანქციები დაკისრებული, პირგასამტეხლოები, ჯარიმები და ამ პირგასამტეხლოების დაცვის პრინციპი არის არასწორი. კანონიდან გამომდინარე მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავისი რეკომენდაციები აქვს, რომ მაგალითად ხელშეკრულება, როდესაც პირგასამტეხლო ითვლება, უნდა გამოითვალოს არა საერთო ხელშეკრულების ღირებულებიდან, არამედ შესასრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან. და თქვათ კონკრეტულ შემთხვევებში ამის შესაბამისი პროცენტები არის. არც ერთი ადმინისტრაციული ორგანო დღეის მდგომარეობით, ვინც არის, რიგ შემთხვევებში ამ რეკომენდაციის ნაწილში არ აქვს ხოლმე ხელშეკრულებაში ჩადებული ის პირობები, რა პირობებიც თანაბარ თემაში იქნებოდა მეწარმისთვის მისაღები და კარგი. ანუ რაც გულისხმობს, ისინი ყოველთვის მაღალ თამასას და მაღალ პროცენტებს ითვალისწინებენ ესეთ ხელშეკრულებებში, რომ შემდეგ თუ რაიმე გადაცდომა იქნება, რომ მაღალი ჯარიმა და პირგასამტეხლო დააკისრონ და ამ მხრივ ვფიქრობთ, რომ საინტერესო არის ხოლმე, რომ შემდეგ წარმართავენ ხოლმე დავებს ამ ნაწილში და ცდილობენ, რომ ის შეამცირონ და რეალურად დაამტკიცონ ის, რომ ეს მათი გადაცდომა ან ვადების დარღვევა განპირობებული იყო რაიმე ობიექტური გარემოებებით. შემდეგი საკითხი არის ასევე ის საკითხი, რომ გარდა ამისა, ის წესრიგში დგება ხოლმე შემდეგ შესრულებელი სამუშაოების მოცულობებისთვის ნარდობის საზღაურის მიღება, რაც რიგ შემთხვევებში არის ხოლმე, რომ შეიძლება მიღება ჩაბარების აქტი არსებობდეს ან არ არსებობდეს და მაინც არ უთვლდნენ იმ სამუშაოებს და ამასთან დაკავშირებით წარმართავდნენ დავას, რათა სულთ რომ ის თავისი სიმართლე შესრულებული მოცულობები აინაზღაურონ. და ასე ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვები არის ხოლმე, როდესაც მაგალითად შეასრულა სამუშაოები, დაასრულა კონკრეტული ტენდერი, მაგრამ იმდენი ხანი გადააცილა გეგმა გრაფიკს ჩამოწდა, რომ შემდეგ სამსახურის დააცადეს შესრულება ტენდერის სამუშაოების და ამავდროულად იქვითება ის მაღალი პროცენტით ჯარიმებით. და ამით ხდება ამის შევსება. აი ბოლო კითხვა და ამოვწუროთ ესემა. ანუ ნაცნობობას თუ აქვს მნიშვნელობა, მე უფრო მაინტერესებს ტენდერის მოგებამდე ეს მომენტი რამდენად შემიძლია მე
დავუშვათ არ თეთრ სიაში, არც შავ სიაში. ახალი კომპანია შემოდივარ ბაზარზე, მაქვს უფრო კარგი პროდუქტი, უფრო იაფად, უფრო მალე გავაკეთებ ამ ყველაფერს, მაგრამ არ მყავს ნაცნობები. შემიძლია ტენდერის მოგება. შეგვიძლია თუ ამ საკითხს დავსვავთ იურიდიულ ჭრილში, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ და რა თქმა უნდა, შეგიძლიათ რეალობა მაინტერესებს. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გაწიოთ კონკურენცია. რეალობის თვალსაზრისითაც არ ვიცი, არ მსმენია, რომ ვინმეს აი ნაცნობობის დახმარების იმედად შემოსულიყო ამ ბაზარზე, ან შესულიყო რომელიმე ტენდერზე. თუმცა ალბათ არსებობს გამონაკლისები, ალბათ არსებობს პრობლემური საკითხებიც, რაც არ უნდა იყოს ცალსახარი. ეს აბსოლუტურად ანადგურებს არა თუ კონკურენციის საკითხს, არამედ საზოგადოების უფლებას მიიღოს ხარისხიანი მომსახურება. მიიღოს ხარისხიანი გზები, მიიღოს ხარისხიანი პროდუქტი, ნებისმიერი დაკვეთა, რაც სახელმწიფო უკვეთავს კერძო კომპანიას, ეს იყოს ხარისხიანი. ეს არის ჩვენი უფლება, თქვენი უფლება, ნებისმიერი მოქალაქის უფლება, რაც აბსოლუტურად ანადგურებს ამ უფლებას. ამიტომ ჩვენ ყველა ერთად ვიმედოვნებთ, რომ ასეთი ისტორიები არ იარსებებს და არ გვექნება შემხებლობა ამასთან. კი ბატონო. მოდი უცხოელებს დაუბრუნდეთ ისევ. კანონის სრულების თანახმად სახელმწიფოს შეუძლია არა მარტო შავრდებული, არამედ ელემენტარული სამართალდამრღვევი უცხოელიც კი საინტერესო საკითხი. გააძევოს ქვეყნიდან. ამის საუცრებლობა რატო დადგა თქვენი აზრით? დღეს ეს რიგში მაინც და მაინც და მინდა ჩვენი ერთი საქმე გავიხსენო, რომელიც ახლახან დავასრულეთ ამ საკითხიდან, რომ ამ საკითხის გარშემო რო ვიტრიალოთ, ჩვენ ვიცავდით ბრიტანეთის მოქალაქეს, ომის ვეტერანს, რომელმაც საქართველოში საზღვარზე შემოიტანა პრეპარატები, მედიკამენტები, რომლებიც ჩვენი კანონმდებლობის თანახმად შედის ნარკოტიკულ ნივთიერებათა სიაში, თუმცა მას თან ჰქონდა ექიმის დანიშნულებაც, რომელიც უბრალოდ არ იყო ნოტარიულად დამოწმებული აპოსტილით და მას შემდეგ, რაც ფორმალობები არ ჰქონდა დაცული, თუმცა ყველა ის მედიკამენტი, რომელიც მას თან ჰქონდა, რომელიც ნებაყოფლობით წარადგინა, იყო ამ ექიმის მიერ გაცემულ დოკუმენტში, მიუხედავად ამისა იგი დააკავეს, დაახლოებით 3 თვე იმყოფებოდა გისოსებს მიღმა, შემდეგ როდესაც გავასაჯევრეთ ეს საკითხი, მალევე სახელმწიფო წამოვიდა ჩვენთან ასე ვთქვათ მოლაპარაკებაზე, შემოგთავაზეს გარკვეული სახის პირობები, რომელსაც დავთანხმდით. მაგრამ მანამდე იყო კიდევ ადმინისტრაციული დავა და მას ედავებოდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარებას. ანუ ადამიანი საზღვარგარეთ შემოვიდა, დააკავეს, გასინჯეს, აღმოაჩნდა რომ სისხლში აქვს ნარკოტიკული ნივთიერება, მაინც ფორმალურად შეიტანეს მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, შეიტანეს სარჩელი ადმინისტრაციულ კოლეგიაში და ითხოვდნენ მის დაჯარიმებას. თუმცა, მივედით სასამართლოში, აუხსენით სასამართლოს რეალობა, რეალური ვითარება, რომ ადამიანი შემოვიდა თუ არა საზღვარზე, დააკავეს და შესაბამისად მის სისხლში არსებული ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც ექიმის მიერ იყო დანიშნული, მიიღო არა საქართველოში, არამედ ამ შემთხვევაში თურქეთში, იმ ქვეყანაში, საიდან შემოვიდა და შესაბამისად თუ კანონი დაარღვია ბრჭყალებში, დარღვეული ქონდა არა საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ. აი ამ უცხოელების ნაწილში მინდა რომ მესაუბროთ. რატომ გახდა აუცილებელი რომ პატარა სამართალდარღვევაზეც კი ეს ადამიანები გავაძევოთ ქვეყნიდან? მე პირადად მქონდა საქმეები, ჩვენ მქონდა საქმეები, როდესაც ბუმი იყო ეს ხელოვნურად აშკარად ეტყობოდა რომ ხელოვნურად იწერებოდა სამართალდარღვევები. თითქოს შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს. ანუ დღეში 5 საქმე მე მქონდა, სასამართლოს მქონდა 50 საქმე და თითქოს ისე ჩანდა რომ ყველა უცხოელი ვისაც აჩერებდნენ და საბუთებს უმუწვევდნენ, ყველა შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციას, რაც გამორიცხულია, ხო? და ანუ ადამიანს აქვს ბიზნესი,
მეგანა ვიცავე ხა მაგათ უფლებებს, მაგ ადამიანების უფლებებს. უბრალოდ მაინტერესებს ეკონომიკურად, სუფთა ადამიანურად და ქართული ინტერესებიდანაც. ანუ ბიზნესი აქვს, შვილი ყავს, შეიძლება რაღაცა, არ ვიცი, რაღაც საპირებს და ვაძევებთ, ესე ერთი ხელის მოსმით. რა პრობლემებს ხედავ ამ კუთხით? კეთილი, მოკლედ, პრობლემა რეალური რაღაც მომენტში აღმოჩნდა, მაგრამ როგორ ვებრძვით პრობლემას? პრობლემას ისე ხო არ ვებრძვით, რომ ყველას უფლებას ვარღვევთ, თუ პრობლემას ვებრძვით ისე, რომ ვინც კანონს არღვევს, იმას ვებრძვით. აი ამაში არის ზღვარი დარღვეული კანონით. უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონია ძირითადი კანონი, რაც არეგულირებს ამ პირთა უფლებებს, რამაც მგონია, რომ აბსოლუტურად გათელა უცხოელის უფლებები საქართველოში. ეხლა რა მიმართულებით და რატო? ჩვენ როდესაც უცხოელი გვიკავშირდება და გვეკითხება, რომ როგორ დავგეგმო ჩემი ცხოვრება, ან ინვესტორია, ან აპირებს აქ ბიზნეს საქმიანობის განხორციელებას ისე, რომ თვითონ დირექტორი იქნება და მას სხვა პარტნიორებიც ყავს, ან უბრალოდ ფიზიკური პირია და უბრალოდ საქართველოს სანდო და უსაფრთხო ქვეყანად მიაჩნია და მისი კარიერა და ცხოვრება უნდა აქ წარმართოს. პირველი, რასაც მე და ბეჟანი ვეუბნევით, რომ ჩვენ არ მოგატყუებთ. ადვოკატის მისია რა არის? ჯაბა დამერწმუნები, რომ მიაწოდო კლიენტს ამომწურავი ინფორმაცია რისკების და შესაძლო წარმატების თაობაზე, ხო? დანარჩენი შედეგი რა მოვა გარანტიის გარეშე. ამაზე ტყუილი არ უნდა უთხრათ. მით უფრო არ უნდა უთხრათ ტყუილი უცხოელს, იმიტომ რომ მისთვის სისტემა უცხოა. მისთვის გარკვეული საკითხები რთულად აღქმადია, ვიდრე ჩვენ, როდესაც ამ ქვეყანაში დავიბადეთ, გავიზარდეთ, შემხებლობა ქონია, არ ქონია, მეტნაკლებად სისტემას ვიცნობთ. ამიტომ კლიენტს არასდროს არ ვატყუებთ. ეს არის პირველი ნაბიჯი. ეხლა რა სამართლებრივ ურთიერთობაში გადადის უცხოელი, როდესაც საქართველოში ჩამოდის, ხო? ეს არის ან სწავლა, ან ინვესტიცია, ან ქონების შეძენა, ან ტურისტული მიზნებისთვის, ხო, მოემართება საქართველოში. სამსახურს ეძებს და უნდა რომ დასაქმდეს. ესე იგი, კანონმდებელმა დაადგინა სანამ იდეაში დაუშვებს, რომ ქვეყანაში შემოვიდეს უცხოელი, რამდენიმე საფეხურიანი დაბრკოლება იმისთვის, რომ შეძლოს აქ ჩამოსვლა. ეხლა პირველი რა არის? პირველი დასაქმება უნდა მიიღოს შრომითი ნებართვა, რომელსაც ერთი თვე ჭირდება. ხშირ შემთხვევაში ვადები ირღვევა, იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობით განცხადებები შედის. შრომითი ნებართვის ვიზა, რომელიც ასევე დაკავშირებულია სხვადასხვა ქვეყანებში, საკონსულოებში სირბილთან, დოკუმენტების აქეთ-იქით არებასთან. შემდგომ საქართველოში ჩამოსვლასთან და აქ ბინადრობის ნებართვის მოპოვებასთან, ოღონდ ყურადღება მიაქციეთ, რომ ვიზა იმ ვადაში უნდა იყოს მოპოვებული, რომ ბინადრობის ვადები არ დაირღვეს მიმართვის შემთხვევაში. ამიტომ თავიდანვე პირი, როდესაც მოემართება ქვეყანაში, ჭირდება ძლიერი სამართლებრივი მხარდაჭერა იმისთვის, რომ მინიმუმ ეს პროცედურები განახორციელოს. ეხლა ამ პროცესში შედეგის გარანტიის მიცემას ღაპარია, ხო? არც შეგვიძლია და ვერც მივცემთ და არც უნდა მივცეთ. ამიტომ სახელმწიფო პოლიტიკა პირდაპირ მიბმულია, ჭირდება იქ უცხოელი იმ პოზიციაზე თუ არ ჭირდება. მაგრამ საჭიროებას თქვენს კერძო კომპანიაში წვეთ სახელმწიფო. ეს რამდენად პირდაპირ ჩარევა ნახეთ კოტირებაში 51%-ს გულისხმობ თუ როგორ არის? არა, ნახე, უყურე, შენ გჭირდება შენს კომპანიაში უცხოელი, რომელიც ძალიან მაგარი ექსპერტია დარგის. სახელმწიფო შეუძლია გითხრას, როდესაც ვაკანსიას გამოაცხადებ, რომ ეს უცხოელი X-ი კი არ გჭირდება, შენ გჭირდება Y-ი საქართველოს მოქალაქე, რომლის კომპეტენცია მე არ ვიცი. შენ შეაფასე. მე მგონია რომ კომპეტენტურია. ნახეთ, მე როგორც დამსაქმებელი კერძო სექტორში ვარ თუ არა უფლებამოსილი ის დავასაქმო, ვინც მინდა. თუნდაც არაკომპეტენტური დავასაქმო ჩემ კომპანიაში. ეს ხო ჩემი უფლებაა. კი, მაგრამ მაინც ჭალებში მოსულა. აი მაგალითად შეერთებულ შტატებში ხო მიიღეს კანონი, რომ ფილმში
რამოდენიმე შავკანიანი უნდა იყოს, 1-2 გეი, ქალბატონები აუცილებლად. ანუ შედიან ამ იცი რა, იღებენ ამ კანონს. ხო, აი, ემსახურება ბიზნესის ინტერესი თუ არ ემსახურება და საქართველოს მოქალაქის ინტერესი საბოლოო ჯამში, ეს არის კითხვის ნიშანი. ამაზე ყველა უთანხმდებით, რომ არალეგალი აქ არ უნდა იყოს, ქვეყანას არ ჭირდება არალეგალი, მაგრამ კანონი არალეგალს და ლეგალს ერთნაირად არ უნდა ებრძოლოს. ეხლა მივდივართ იმ კითხვამდე, რაც თქვენ დასვით, უკვე გაძევების პროცედურები. ორი, ხო, რომელშიც გადაწყვეტილება ჯერ ზალაში არ არის შესული და ადამიანი უკვე გაძევებულია. ხო, ნახე, ორი ამბავი ხდება მაგ თემაში. პირველი, როდესაც უცხოელი ლეგალურად ცხოვრობს ქვეყანაში, კანონიერად, აქვს ბინადრობის მოწმობა და მეორე უცხოელი, რომელიც არ არის ლეგალი და სურს რომ რაღაცა ვადით მისი ქვეყნა გასვლის ვალდებულება გადაავადოს. აქვს მიზეზი ჯანმრთელობის ეს ჩამონათვალი კანონში არის სპეციფიცირებული. ეხლა მოდი გავმხილოთ პირველი შემთხვევა. ლეგალია, კანონიერად ცხოვრობს. კანონის 51 მუხლის საფუძველზე თუ უსაფრთხოების სამსახურები მიგრაციის დეპარტამენტთან ერთად მიიჩნევენ რომ მისი ქვეყანაში ყოფნა არ არის საფრთხის შემცველი, ამ შემთხვევაში მათ შეუძლიათ შუამდგომლობით მიმართ სასამართლო დაჩქარებულ რეჟიმში აძევებს პიროვნებას. მაგრამ აი აქ არის სად არის დარღვევა. მტკიცებულება არის გასაიდუმლოებული. რა საფრთხეს ქმნის ადამიანი, რომელიც შესაძლოა აქ 10 წლეულებია ცხოვრობს. გესმით? ამიტომ კონსტიტუციაში რა გვიწერია, რომ ჩვენ შეგვიძლია სამართლიან სასამართლოში დავიცვათ საკუთარი უფლებები, მიუთითოთ მტკიცებულებებზე, ამოვრიცხოთ მტკიცებულებები და ვიდაოთ მართ რაობაზე. როდესაც მტკიცებულება გასაიდუმლოებულია, პიროვნებას ვაძევებთ ქვეყნიდან. მას შეიძლება მილიონიანი ბიზნესი ქონდეს საქართველოში. შეიძლება 10,000-ობით ადამიანი ყავდეს დასაქმებული. ვაძევებთ ისე, რომ მტკიცებულება გასაიდუმლოებულია, იცის მარტო მოსამართლემ და იცის მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების შესაბამისმა თანამშრომლებმა, ვინც ეს დაწერა. არც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა იცის პროცესზე იქ რა წერია. ამიტომ მხარს უჭერს შინაგან საქმეთა სამინისტრო პირის გაძევებას ისე რომ არ იცის რა წერია დოკუმენტში, გასაიდუმლოებულ დოკუმენტში. გესმით? ეს რამდენად ხელოვნურია თუ არახელოვნური, თქვენთვის მომინდია გადაწყვეტა. ეხლა პიროვნება არის არალეგალი. ის ხო უნდა გაძევდეს. გადავადებულია ქვეყნა გასვლის ვალდებულება, რაც სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ნიშნავს რომ ისიც ლეგალია. ისიც კანონიერად ცხოვრობს საქართველოში. მიგრაციის დეპარტამენტმა შეიმუშავა სქემა. მე ვერ ვაძევებ, რადგანაც ეს უკვე კანონიერია და კანონიერად არის რაღაც პერიოდი, ხო, ვერ დაველოდები ამ დავას. ხსნი ახალ დავას, რომ ესეც საფრთხის შემცველია საზოგადოებისთვის და ვაძევებ ამ საფუძვლით. გესმით? 72 საათში. 72 საათში. ეხლა ნახე ჯაბა საუბარი როგორ დავიწყეთ, რომ არალეგალებთან ბრძოლა ემსახურება არალეგალების ქვეყნიდან გაყვანას თუ ყველა უცხოელთან ბრძოლას. და ხელოვნურ დაბრკოლებას, სადაც ყველა ერთად იხარშება. ეს სწორი არ არის. ეს არალეგალი თუ უცხოელი რაღაცა საზოგადოება მისი არ უნდა გაიგოს, რომ მაინც და მაინც რომელიმე X ქვეყნის მიგრანტია ხო ქვეყანაში. საქართველოს ყოველთვის იყო და იქნება გზაჯვარედინზე ამ მასების მოძრაობის, სადაც ადამიანები შეიძლება შემოდიოდნენ საინვესტიციო განათლების მისაღებად, დასასვენებლად, საქმის საკეთებლად, სამუშაოდ, რაც საბოლოო ჯამში საზოგადოებისთვის ძალიან კარგია. ძალიან კარგია, როცა პროფესიონალი ჩამოდის და გვასწავლის. არ შეიძლება პროფესორს და არალეგალს, რომელიც მართლა შეიძლება საფრთხის შემცველი, ამას ხო არავინ არ უარყოფს, ერთნაირად მოვექცეთ. ქართველობას ხო არ გვართმევენ? ქართველობას არა. ანუ აქ უფრო იმედია. თუ რამეა ვიცით, რაც უნდა გავაკეთოს. და ერთი თემა ბოდიში არ დაივიწყო, ის საკითხი რომ ყველა შეურაცხყოფას აჩერე, აყენებ ყველა უცხოელი შეურაცხყოფას აყენებს პოლიციის თანამშრომელს, ვინც გააჩერა. ესე იგი, საქართველოში ყველა შეურაცხყოფის მიმყენებელი უცხოელი ჩამოდის. ქართველები არ აყენებენ შეურაცხყოფას, უცხოელები აყენებენ. ეხლა რა ხდება მანდ?
შეურაცხყოფის მიყენების საქმეზე იწყება ადმინისტრაციული საქმე და კანონში წერია, რომ თუ ესეთი ან სისხლის სამართლის საქმე აქვს, ან ადმინისტრაციული გადაცნობა აქვს, გინდა ლეგალი იყოს, გინდა არალეგალი, გააძევეს 72 საათში. მაგრამ სასამართლო არ ელოდება ამ ადმინისტრაციულ საქმეს, მართლა მიაყენა ამ ადამიანმა შეურაცხყოფა თუ არა. ფაქტი საკმარისია რომ დაიწყონ. ეს არის პოლიციელი მოდის და ამბობს შეურაცხყოფა მომაყენაო. მორჩა. სამხედრო კამერები არ აქვს. ეს არ იმსახურება რეალურ ბრძოლას პრობლემასთან, რომ ქვეყანაში არალეგალები არ ყავდეს. ეს იმსახურება იმას, რომ ქვეყანაში უცხოელი არ ყავდეს. აი ეს არის ეს უბრალოდ ალბათ მე მაინც მგონია რომ წლების დაკვირვების დროებითი აქციაა, რაღაც ვიდეოები გავრცელდა, რომ გარკვეული ქვეყნის წარმომადგენლები ძალიან ბევრ მომრავლდნენ საქართველოში. ხო, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა, სახელმწიფომ გადაწყვიტა რომ რაღაც აქცია ჩაატაროს, სტატისტიკა დადოს, რომ ჩვენ იმაზე მეტი წელს იმაზე მეტი არალეგალი უცხოელი გავაძევეთ ქვეყნიდან, ვიდრე აქამდე საერთოდ ჯამში გაწევებულა. დაიდო ეს სტატისტიკა. იმერე რა იქნება ვნახოთ. ნახოთ, ხო, ანუ უკონტროლო მიგრაციას ცხადია არავინ არ ვეთანხმებით, უკონტროლო არაფერი არ ვარგა. იმიტომ რომ უკონტროლო თავისაში ნიშნავს, რომ კონტროლის მექანიზმია მორღვეული და ვინ რას აკეთებს არ ვიცით. მაგრამ იმ კონტროლში და იმ კანონის ფარგლებში ცხადია X-ის უფლებებიც უნდა დაცული იყოს და Y-ის, მაგრამ თუ Y კანონს არ ღვევს, პასუხისგებლობა უნდა დაეკისროს მხოლოდ Y-ს და არა იმას, ვინც კეთილსინდისიერად და პატიოსნად ცხოვრობს ქვეყანაში. კი ბატონო. მოკლედ ეს საკითხები, ამ საკითხებს ვერ ამოვწურავთ. 2 საათი და 2 დღე არ გვეყოფა ამ ყველაფერზე სასაუბროთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შევეხეთ. ახლა რამოდენიმე კითხვა მაქვს, რაღაც ბლიცი მინდა რომ გავაკეთოთ, მოკლე პასუხები რომ გამცეთ, იგივე თემებზე, რომელიც მე მხვდება სოციალურ ქსელში და ადამიანებთან ურთიერთობის დროს. აი მაგალითად მაინტერესებს ხელის ჩამორთმევა არის ნიშნავს თუ არა, რომ ხელშეკრულება დადებულია. ან არა? არა. ვაუ, გასაგებია. ხელის ჩამორთმევა ნიშნავს ჩამორთმევას და მისალმებას. აჰა, პრაქტიკული თვალსაზრისით. მე და შენ რაღაცაზე რომ შევთანხმდეთ ზეპირად და ხელი ჩამოვართვოთ ერთმანეთს, ეს არაფერს არ ნიშნავს? არა, ეს ნიშნავს ქართულ ჯიგრულ პონტს. და ზეპირის შეთანხმება მე გამიგია ეგეთი რაღაცა, რომ ჩვენ შორის დაიდო ზეპირის შეთანხმება. ზეპირის შეთანხმება შესაძლებელია, კი ბატონო, მაგრამ შემდგომ როდესაც გარკვეული გარემოების მტკიცება არის მნიშვნელოვანი, იქ უკვე წერილობითი არის მნიშვნელოვანი. თუ ვინდა რომ რაიმე პოზიციები იყოს დაცული. კარგი, მაგრამ თუ დავამტკიცე რომ ზეპირის შეთანხმება ჩვენ შორის არსებობდა, შეიძლება მტკიცების ტვირთის ხარისხი რა ვიცი, კამერებმა ჩაიწერეს. კი ბატონო, მაგრამ კამერები თუ არ არსებობს, რა ხდება? აი ახლა მე და შენ რომ შევთანხმდეთ ბეჟან რაღაცაზე, რომ აქედან რომ გავალთ უკვე შევთანხმდით, რომ რესტორანში მივდივართ და შენ მიხდი ან მე ვიხდი მაგალითად. კი ბატონო. არის ეს კი ბატონო, ეს ჯელტმენური შეთანხმება გამოვა. როგორ ჯელტმენები შევთანხმდით და ზეპირს სიტყვი ერთად. კი ბატონო, ანუ ზეპირი არსებობს. კი ბატონო. მაგრამ ის რომ ჩვენ ხელი შემოვართვით ერთმანეთს და აუცილებლად შენ რაღაც ვალდებულება გეკისრება, ეგრე არ არის. არ არის, არ არის. ხო, არსებობს გარიგებების ნაწილი, რაზეც აუცილებელია წერილობითი გარიგება მოხდეს, არის გარიგებები, რაზეც ზეპირად შეიძლება შევთანხმდეთ. მესენჯერში თუ შეიძლება რომ შევთანხმდეთ რაღაცაზე. კი, მესენჯერში შეიძლება თუ ეს მტკიცებულებად იქნება აი წარმოდგენილი და მაგალითად ბინა მინდა ვიქირაო, ზღვაზე მივდივარ ახლა ზაფხულია და მგწერ, შენ მეუბნები რომ კი ბატონო, ჩამობრძანდი ამ რიცხვებში სახლი, ბინა თუ ნომერი შენია, ჩავდივარ და არ მხვდება არაფერი. ცხადია, ხელშეკრულების დარღვევა, გავრიგდით, მოვრიგდით და თქვენ შეიძლება სასამართლოში უბრალოდ დაგჭირდეთ იმისი მტკიცება, რომ ნამდვილად მე მოგწერეთ და ის პირი, ვისაც მივწერე, იყავით ნამდვილად თქვენ. ამას სასამართლო და შესაბამისი ექსპერტიზა მარტივად დაადგენს, დადგენადი არის, თუ ეს დადგინდა, რომ ჩვენ შორის იყო ნამდვილად ეს მიმოწერა, რა თქმა უნდა ეს გარიგებაა. გასაგებია. აი, სამოქალაქო დავებში აუდიო ჩანაწერებს იღებს როგორც მტკიცებულებას, აი ორი პირის, შეიძლება არ გავაფრთხილო ადამიანი და ჩავიწერო საუბარი.
ცალსახა პასუხი აქაც დამოკიდებულია საქმის სვლელობაზე და არსზე ინდივიდუალურად, თუმცა ცხადია უნდა გააფრთხილოთ, როდესაც ჩაწერა ხდება იმისთვის, რომ ეს იყოს კანონიერი ჩანაწერი, პირი უნდა გააფრთხილოთ, რომ არა მხოლოდ ვიდეო იწერება, აუდიო ვიდეო ჩაწერა ხორციელდება, თუმცა ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მე შემხედრია, რომ თუ ეს ჩანაწერიო სიმართლის დასადგენად ერთადერთი საშუალება იყო და პირს სხვა საშუალება ვერ ექნებოდა და არ ექნებოდა და ვერც გააფრთხილებდაო, ამ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოსო. ამიტომ ფრთხილად ვიყოთ მაინც და მაინც მიდგომა ცალსახა ამაზე არ არის, მაგრამ უმჯობესია და რა თქმა უნდა გავაფრთხილოთ პიროვნება, როდესაც ვიწერთ, რომ ეს შემდგომ სასამართლოში გამოყენებული იქნეს როგორც მტკიცებულება. გასაგებია. ბეჟან, ბანკი ყოველთვის იგებს დავებს? არა. იგებს მაშინ, როდესაც ის მართალია. როდესაც ტყუანია, აგებს აუცილებლად. და ესე უნდა იყოს. ესე იგი სამოქალაქოში უნდა გადმოვიდე რა. ყველაფერი უფრო სამართლიანად მიმდინარეობს, ესე იგი. ასაც ვერ ვიტყვი სისხლზე. კარგი. გიორგი. ყველაზე მეტი პრობლემა რომელ სფეროში გვაქვს, ახლა მოკლედ ვერ მეტყვია რა თქმა უნდა, ყველაზე ცუდი კანონი რომელი გვაქვს, ასე ვთქვათ, ან და სარეგულირებელი რომელი სფეროა? არ არსებობს აბსოლუტურად ცუდი ან აბსოლუტურად კარგი კანონი, მაგრამ გონია რომ ალბათ ეს უცხოელებზე ვსაუბრობთ დღეს დიდი ხანია შევხედე ეს სფერო ადრე თუ გვიან აუცილებლად იქნება რაღაცების შესაძლებელი და ცვლილებები საჭირო იქნება სატენდერო დავებში გონია რომ არის გარკვეული საკითხების შესაძლებელი. ფაქტიურად ყველა სფეროში, რასაც ჩვენ ვეხებით სამოქალაქო სამართალში, ვერ ნახავთ აბსოლუტურად ამოწურულ ან აბსოლუტურად იდეალურ კანონს ან აბსოლუტურად სუდ კანონს. ხო არის თავისი დადებითი უარყოფითი ჩანაწერები, რაც გონია რომ არსებითად საზოგადოების განვითარების შესაბამისად ისიც იცვლება და აუცილებლად წინ წავიწევთ უახლოეს მომავალში. ბეჟან, ამ საკითხზე გარკვეულწილად ვისაუბრეთ, მაგრამ მაინც შეიძლება რომ ხელშეკრულება ხელმოწერის შემდეგ გაუქმდეს იმ შემთხვევაში გულისხმობ, როდესაც იქ აბსურდი არ წერია, აბსურდზე არ მოგაწერინეს ხელი. კანონის დაცვით არის ხელშეკრულება შედგენილი. ამის რაღაც ნაირად შეიძლება გაუქმება? დავის პროცესი შესაძლებელი არის თუ შემდაობელმა მხარემ კონკრეტული თქვა ხელშეკრულების მემუხლი გახადა სადაოდ და მეორე მხარემ არ მიიღო ამ პროცესში მონაწილეობა. ჰიპოთეტურად შესაძლებელი არის. ანუ მარტივად რომ თქვა, ხელშეკრულების არანაირი პუნქტი არ დარღვეულა, ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცებულებები ამართლებენ იმ მოთხოვნას, რაც მოსარჩელეს აქვს და მოპასუხე მაგალითად შესაძლებელი არ წარადგინა სასამართლოში, პირველი ინსტანციის სასამართლოში, არ მიიღო პროცესში მონაწილეობა და მის მიმართ დადგა შესაძლებელი წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამ სიტუაციაში შეიძლება ეს მოხდეს. იგივე ეხება მაგალითად ახლოს დგომი არის იმ თემასთან, კონკრეტული დავა ხანდაზმულია თუ არა და ხანდაზმულობის ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი შეიძლება ხანდაზმული იყოს, და თქვათ ბანკმა წარადგინა რომელიმე მოვალის მიმართ. ხანდაზმულია ეს დავა და მოპასუხე ამას ხანდაზმულობაზე არ გამოხლა ყურადღება, არ წარადგინა შესაძლებელი, არ მიიღო პროცესში მონაწილეობა, სტომაზე არ გამოცხადდა და ერთ შემთხვევაში შესაძლებლის გამო დადგა დაუსწრებელი. და მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმული იყო, იმას მითება არ იყო და დაკმაყოფილდა ის არჩელი და მეორე შემთხვევაში არ იყო შესაძლებელი შეიტანა, მაგრამ იქ არ იყო დაფიქსირებული და შედავება, რომ ეს ხანდაზმული იყო და სტომაზე არ გამოცხადდა, ამის გამო დაუსწრებელი მიიღო და ის მოთხოვნა ამართლებდა იმ მოცემულობას, რაც იყო. აი ამ შემთხვევაში შესაძლებელი. ბეჟან, გიორგი, უღრმესი მადლობა. ბრძანებისთვის დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას მოიწონება ჩვენი პოდკასტი, ეს ნაწილი, ვინაიდან შევეცადეთ, რომ ყველაზე აქტუალურ და პრობლემურ თემებზე გვესაუბრა, რაზეც თქვენი დახმარებით ამომწურავი პასუხები მივიღე. უღრმესი მადლობა. წარმატებები, ბევრი მოგებული საქმე. მადლობა. ბევრი ფინანსური შესაძლებლობა და რავი, ასე შემდეგ. წარმატებებს გისურვებთ ყველა მადლობა. საინტერესო იყო ნამდვილად და მისასალმებელია შენაერ პროფესიონალ ადვოკატთან ერთად საუბარი იმ თემების განხილვა, რაც დღეს მოვასწარით და წარმატებები. შენ, წარმატებები ჩვენ ყველას ერთად და
იმედია კიდე შევხვდებით, ხო მოგვიწვა? ნახოთ როგორ ნახოთ. ჯერ არ მოგვიწურია წარმატებებს უსურვებ შენს პოდკასტს. ყველა იმ ადამიანს, ვინც შენ სტუდიაში იმყოფებოდა და მომავალში იქნება და მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. წარმატებები ჯაბას პოდკასტს. დიდი მადლობა.